საღამოშვიდობის ეს გადაცემა 360 გრადუსია, მე მისი წამყვანი ემა ტუხიაშვილი. ბრალდებულია ქართული ოცნების უკვე მეორე ყოფილი პრემიერი. გიორგი გახარია ყოფილ თანაგუნდელების განზრახვას როგორც ჩანს ზუსტად მიუხვდა, ამიტომ ადგილობრივ არჩევნებამდე ევროპაში ვიზიტად წასული უკან აღარც დაბრუნებულა. ღარიბაშვილის შემდეგ პროკურატურამ ახლა უკვე გახარიასთვისაც მოიცალა და დღეს მთავარმა პროკურორმა გამოაცხადა, რომ გიორგი გახარიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. პარტია გახარია საქართველოსთვის ლიდერს ბრალი ორ საქმეზე აქვს წარდგენილი. 20 ივნისის საქმეზე მას როგორც მაშინდელ შინაგან საქმეთა მინისტრს ბრალად ედება, რომ გედედეს თანამშრომლებს ინსტრუქციისა და კანონმდებლობის უგულვებელყოფით დაავალა სპეციალური საშუალებების ერთობლივად პარალელურ რეჟიმში გამოყენება ყოველგვარ გაფრთხილებისა და აქციის მშვიდობიანი მონაწილეებისთვის ტერიტორიის დატოვების შესაძლებლობის მიცემის გარეშე, რითაც ორგანიზება გაუწია მოქალაქეთათვის ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას, შედეგად კი სპეციალური საშუალებების, მათ შორის რეზინის ტყვიების ერთობლივად გამოყენებით ათეულობით მოქალაქემ მიიღო სხვადასხვა ხარისხის დაზიანება, მათ შორის 2 მოქალაქემ დაკარგა თვალი, ხოლო 5 მოქალაქემ მიიღო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება. რაც შეეხება ბრალდების მეორე ეპიზოდს, საქმე ეხება ჩორჩანას საგუშაგოს საქმეს, სადაც ნათქვამია, რომ მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, რომელიც ამავდროულად ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი და მუდმივი წევრი იყო, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს უფლებამოსილების იგნორირებით და საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეუთანხმებლობით, ასევე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან კოორდინაციისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმირების გარეშე ერთპიროვნად მიიღო გადაწყვეტილება საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სოფელ ჩორჩანასთან დამატებითი საპოლიციო საგუშაგოს აღმართვის შესახებ. ყოფილი პრემიერის მიმართ წარდგენილ ბრალში ნათქვამია, რომ მისი ამ ქმედების შედეგად საოკუპაციო ძალების კონტროლ ქვეშ აღმოჩნდა დაახლოებით 100 ჰექტარი მიწის მასივი. წარდგენილი ბრალდებით გახარიას 13 წლამდე ციხე ემუქრება. პროკურატურა აღკვეთი ღონისძიების სახით ყოფილი პრემიერის მიმართ სწორედ ატიმრობას მოითხოვს და შემდეგ ალბათ უკვე ძებნას გამოაცხადებს. სწორედ ამ თემით ვიწყებთ საუბარს გახარიას თანაგუნდელთან. ვიკა ფილფანი, პარტია გახარია საქართველოსთვის წევრი და საქართველოს პარლამენტის დეპუტატია ჩვენთან ერთად. ვიკა, მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. გულწრფელად გეტყვით, აი მას შემდეგ, რაც თქვენ პარტიამ მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ შესულიყავით პარლამენტში, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელში, სადაც ქართული ოცნება მთელი რიგი პარტიების გაუქმებას ითხოვს, გაჩნდა ასეთი მოსაზრება და ეს თქვენთვის არ იქნება ახლა მოულოდნელობა, რომ და გახარია არც ამ სარჩელში იყო გახარიას პარტია, გაჩნდა მოსაზრება, რომ სწორედ ცდილობს გახარია პარლამენტში შესვლით გარკვეული ინდულგენცია მოიპოვოს და ამის შედეგია ის, რომ ისინი არც ამ სარჩელში არიან, ანუ მათ გაუქმებას, როგორც პარტიის გაუქმებას ქართული ოცნება არ ითხოვს და ამის სანაცვლოდ ისინი შევიდნენ პარლამენტში, რათა ლეგიტიმაცია მისცენ ამ პარლამენტს. და დღეს ვხედავთ, რომ მას ოფიციალურად წარუდგინეს ბრალი და ყველაზე, ასე ვთქვათ, დიდი ხნით პატიმრობა ემუქრება, ვიდრე მაგალითად სხვა პოლიტიკოსების მიერ წარდგენილ ბრალში ჩვენ ეს ვნახეთ. რატომ წავიდა ამაზე ქართული ოცნება? მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში მოწვევისთვის. თქვენ ახსენეთ, ესეთი განცდები გაჩნდაო და ჩვენი თავითვე ვამბობდით, რომ ეს განცდები ეს განცდები არ იყო სწორი და არ შეესაბამებოდა რეალობას. ჩვენთვის ახალი სიახლე არ იყო, ჩვენთვის მოულოდნელი არ იყო ეს გადაწყვეტილება, რაც დღეს განაცხადა პროკურატურამ. ჩვენ ველოდით ამას და მე მინდა შევახსენო მაყურებელს ბიზინა ივანიშვილის ინტერვიუ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, სადაც ის დაემუქრა გიორგი გახარიას და გიორგი გახარიას პარტიას. მან განსაკუთრებით გამოყო გიორგი გახარიას პარტიის მიმართ გაბრაზება და გიორგი გახარიას მიმართ გაბრაზება და მან ასევე ახსენა ის, რომ მას ჰქონდა საქმე, სამართლებრივი საქმე, რომელსაც ის აუცილებლად განახორციელებდა და აუცილებლად დაიჭერდა. ელოდით. დაჭერასაც ელოდებით?
ბიძინა ივანიშვილი, რა თქმა უნდა, დაემუქრა გიორგი გახარიას, რომ მათ მოუწევდათ გიორგი გახარიას და გიორგი გახარიას პარტიის წევრებს მოუწევდათ სასამართლოში მისვლა და პასუხების გაცემა. ეს იყო ბიძინა ივანიშვილის მხარის შემცველი. ეხლა ძალიან საინტერესო განცხადება გაიხსენეთ, მეც მახსოვს პარტიის წევრების მიმართაც იყო ასეთი განცხადება გაკეთებული. ანუ თქვენ გაქვთ მოლოდინი, რომ შესაძლებელია სისხლის სამართლებრივი დევნა არ გაჩერდეს გახარიაზე და საქმეები აღძრან პარტიის სხვა წევრების მიმართაც? იმიტომ რომ ჩვენ გვახსოვს თქვენი პარტიის არაერთი წევრი ყოფილი მაღალჩინოსანია, ზოგი გახარიას მოადგილეთაც მუშაობდა, შესაძლებელია გარკვეულ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობასაც კი იზიარებდა მასთან ერთად. ელოდებით ამას? აქვე ვიტყვი იმას, რომ არა მარტო ჩვენი პარტიის წევრები, არამედ მათი წევრებიც არიან იმ საქმეში ფიგურანტები, რომელზეც ეხლა გახარიას ედავებიან სისხლის სამართლის საქმით. 20 ივნისის გულისხმობთ? არა მარტო 20 ივნისი ჩორჩანა საქმეზე, ხო? ახლა ორი საქმეა. შეგიძლიათ სახელებით და გვარებით ისაუბროთ? აი, აქვე მინდა რომ გავაგრძელო ეს აზრი. შესაბამისად, ჩვენთვის ეს თავიდან ბოლომდე არის პოლიტიკური შურისძიება, პოლიტიკური მოტივებით შურისძიება და პირადად ბიძინა ივანიშვილის ვენდეტა. ჩვენთვის ეს 1 წელია უკვე არის მოსალოდნელი. შემდეგ იყო ის ეგრეთ წოდებული კომისია, რომელიც თითქოს და შეიქმნა ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოსაძიებლად. დასრულდა ეს კომისია და ამ კომისიაზე დაყრდნობით ვის მიმართაც აღიძრა სისხლის სამართლებრივი დევნა, ეს არის მხოლოდ გიორგი გახარია. ეს შემთხვევები, რაზეც საუბრობთ, ეს ორი შემთხვევა 20 ივნისი და ჩორჩანა, მე მინდა შეგახსენოთ ასევე, მოხდა მანამდე, სანამ გიორგი გახარია გახდა პრემიერ-მინისტრი. სწორედ ამ ორი შემთხვევის შემდეგ გიორგი გახარია ჯერ დააწინაურეს და გახდა პრემიერ-მინისტრი. 2020 წელს კი მინდა ვთქვა, რომ ის იყო საპარლამენტო სიის პირველი ნომერი. მათ შორის ქართული ოცნება. თუ ის დამნაშავე იყო, რატომ აფარებდა ხელს ქართული ოცნება? თუ ის დამნაშავე იყო, ხო, 6 წელი რატომ დასჭირდა? ხო, რა თქმა უნდა, ეს ხო პოლიტიკური მოტივით იყო ასეთი და მოკლედ მათ გაუწიეს პოლიტიკური მოტივით შეთქმული. აი, ქართული ოცნება ერთი მხარია. გასაგებია, რომ მათ საკუთარი პოლიტიკური ინტერესები, რაც ისაუბრეთ, ახალი ფაქტობრივად არაფერი არ გითქვამთ, ეს განცხადებები მანამდეც გაკეთებული, მაგრამ ახლა სულ სხვა, ასე ვთქვათ, ფაქტის წინაშე აღმოჩნდით. თქვენ ამბობთ, რომ ეს არის პოლიტიკური ვენდეტა გიორგი გახარიას წინააღმდეგ და თქვენ ამას ელოდებოდით და მაინც შეხვედით პარლამენტში? პარლამენტში შესვლა ამ კონკრეტულ ფაქტთან არაფერ შუაში არ არის, იმიტომ რომ ჩვენ თქვით, რომ პარლამენტში შესვლით ჩვენ ვიღებთ იმ პასუხისმგებლობას და იმ მიტოვებს, რომელიც ჩვენს ამორჩეულთან და ამ ქვეყნის წინაშე გვაკვირსირა, იმიტომ რომ პარლამენტში შესვლით ჩვენი მოტივი, ხო, ჩვენ გაცხადებულად თქვით, რომ ეს არის, რომ ამ ქვეყანაში დემოკრატიული რაღაცა მექანიზმის შენარჩუნება და იმ ტრიბუნის და იმ მექანიზმების და იმ ბერკეტების გამოყენება, რომელიც ჩვენ ხილთ გვაქვს, ხო? აქ ის სპეკულაციები, რომელიც გაჩნდა ჩვენს მიმართ, რომ ესენი ახლა ბიძინა ივანიშვილთან დაალაგდნენ, აი ესენი ქართული ოცნების და ბიძინა ივანიშვილის გეგმა ბერენ, ხო, ყველა დარწმუნდა, რომ ეს ესე არ არის. დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე ვისაუბროთ, ახლა ესეც მოგვისმენია მოსაზრებები თქვენთან დაკავშირებით. აი დღეს მაგალითად ძალიან ბევრმა ადამიანმა დაწერა პოლიტიკაში გარკვეულმა შედარებით ნაკლებად, ასე ვთქვათ, გარკვეულმა, რომ აი უხერხულობის გრძნობას მაინც არ უქმნითო, რომ დღეს 3 საათზე, როდესაც გენპროკურორმა ჩაატარა ბრიფინგი და გამოაცხადა სისხლის სამართლებრივი დევნა გახარიას წინააღმდეგ, თქვენ ისხედით და ბიუჯეტის განხილვას უსმენთ. ეს ბიუჯეტი განსაზღვრავს ამ ქვეყნის მოქალაქეების მომდევნო წლების განმავლობაში ცხოვრებას. გარდა იმისა, რომ 1 წლის განმავლობაში ცხოვრებას განსაზღვრავს ასევე მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში ცხოვრებას. ჩვენი პასუხისმგებლობა წინა პარლამენტის მოწვევაც ხო, წინა პარლამენტის მოწვევის პარლამენტარების ხმის არ მიცემას ხო არ შეეძლო რეალურად არაფრის შეცვლა, იმიტომ რომ მაშინაც უმცირესობაში იყო ოპოზიცია, ხო? შესაძლებლობა მაინც ჰქონდათ. ეხლაც ნახეთ, ჩვენი ბერკეტი არის ტრიბუნის გამოყენება. ჩვენ დღეს ეს ტრიბუნა მნიშვნელოვნად გამოვიყენეთ, იმიტომ რომ ვისაუბრეთ ბიუჯეტში არსებულ მნიშვნელოვან პრობლემებზე და მნიშვნელოვან გარღვევებზე, რომლებიც დღეს ციფრების სახით იყო დადებული. ამიტომ მე იმ ადამიანებსაც არ მესმით, ხო? აი
საუბარია ქვეყნის ბიუჯეტზე. ამიტომ ამბობ, აი ჩორჩანას საკითხზე მინდა ვთქვა, რატომ რა განსხვავებაა ჩვენ შორის და იმ ადამიანებს შორის, ვინც აი ესეთ სპეკულაციებს ძირითადად ხდის ხოლმე საერთო თემად. ჩორჩანას თემა არ არის მარტო გიორგი გახარიას თემა, ეს ცდება გიორგი გახარიას თემას. ეს არის გაცილებით დიდი პოლიტიკური საკითხი, იმიტომ რომ აქ საქმე არ არის აღძურული მხოლოდ გიორგი გახარიას წინააღმდეგ, ეს არის ჩვეულებრივად საქმე არის აღძრული სახელმწიფოს წინააღმდეგ და ეს არის ნაბიჯი გადადგმული ამ ქვეყნის დაზარალებისკენ, სახელმწიფო ინტერესის ღალატისკენ, იმიტომ რომ როდესაც ამ ეგრეთ წოდებულ კომისიაზე უკვე მეორედაც იყო გიორგი გახარია დაბარებული და ამ ჩორჩანას საკითხზე მოხდა ის სამარცხვინო დაკითხვა, რაც მოხდა, ამის შემდეგ მარიონეტული რეჟიმის და საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები გამოვიდნენ და თქვეს, რომ ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა ქართული ოცნების განცხადებები. ეს ნიშნავს იმას, რომ შესაძლოა და ხელფეხს უხსნის ფაქტობრივად მარიონეტულ რეჟიმს, რომ მათ განაახლონ პრეტენზიები ცხინვალში ჩვენს მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე. ასევე მათ აძლევს იმის საფუძველს, რომ მათ პრეტენზიები განაახლონ გუდაურზე და კობზე მათ შორის. ეს ხო არ არის გიორგი გახარიას თემა, ეს ხო სახელმწიფოს თემაა, ხო? აქ ხო ძალიან ცხადია, რომ მათ უბრალოდ სახელმწიფოს ინტერესი გაცილებით უკან დააყენეს საკუთარ ინტერესზე და ეს საკუთარ პოლიტიკურ შურისძიებას და საკუთარ ძალაუფლება დააყენეს. ხო და ამიტომ გიკითხებით, ან თქვენ ერთის მხრივ ამბობთ, რომ სამართლებრივ საკანონმდებლო ბერკეტებს, სახელმწიფო ინსტიტუტებსა და ინსტრუმენტებს ქართული ოცნება იყენებს თვითნებურად, როგორც პოლიტიკური ბრძოლის იარაღი. დიახ. და მეორეს მხრივ, მაინც გაქვთ რაღაცა მოლოდინი, რომ დემოკრატიულ პროცესში მიიღებთ მონაწილეობას ქართულ ოცნებასთან ერთად. ანუ ქართულ ოცნებასთან ერთად დემოკრატიული პროცესი მე არ მიხსენებია იმან, ნახეთ, ჩვენ ხალხისთვის გვინდა ეს დემოკრატიული პროცესი, იმიტომ რომ ჩვენთვის ხო ძალიან მნიშვნელოვანია. გაცნობდათ დღეს ბიუჯეტის ამ ქვეყნის მოქალაქეების ბიუჯეტის პროექტს, ამ ქვეყნის მოქალაქეების, რომელიც ამ ქვეყნის მოქალაქეებს ეხებათ. ემა, ბოლო 4 წლის განმავლობაში ქვეყანაში სოციალურ დაუცველთა რაოდენობა საქართველოს მოქალაქე, ჯერ კიდევ საქართველოს მოქალაქეა, როგორც იცი ხომ, ანუ სამთვიანი ეს ამის ინტერესები სად არის, ამას გეუბნებთ. თქვენ მე კარგია ეს პირიქით დასაფასებელია, რომ თქვენ პარლამენტში ცდილობთ რაღაცნაირად დაიცვათ მოქალაქეების ინტერესები, ხო? აი ბიუჯეტის განხილვაში ჩართვით, ცდილობთ რომ რაღაცნაირად ეს ბიუჯეტი მაქსიმალურად იყოს მორგებული მოქალაქეების ინტერესებზე, მათი სოციალური ყოფის გაუმჯობესებაზე, მაგრამ მეორეს მხრივ გეკითხებით, გახარიაც ხომ ამ ქვეყნის მოქალაქეა, მის ინტერესებსაც ხომ დაცვა ჭირდება? პოლიტიკურ ფლანგზე მაგას გეუბნებთ, ჩვენ როგორ აპირებთ მაშინ მითხარით, რომ უფლებადამცველი რომ ეყოლება ეს გასაგებია. ჩვენი ქმედებით სწორედ ვიცავთ იმ ინტერესს და ყოველდღიურად ვამტკიცებთ იმას, რომ იმ ტვირთის საფუძველზე რა ტვირთიც ჩვენ გვაქვს აღებული. გიორგი გახარიამ ხო ძალიან კარგად იცოდა ის ყველაფერი, რაც მოხდებოდა, ხო? გიორგი გახარია ხო ამის მიუხედავად არ გაქცევია, არც პასუხისმგებლობას გაქცევია და არ გაქცევია პოლიტიკურ პროცესს. ბიძინა ივანიშვილის მიზანი ხო სწორედ ის არის, რომ იმიტომ აღარ დაბრუნდა უფრო სწორედ ქვეყანაში, ხო ასია? ამას არც სამართლებრივი ჩარჩოდან ხო გასულია ეს პროცესი. ნახეთ, პოლიტიკიდან გიორგი გახარიას გაქრობის მცდელობა არის სწორედ ეს. აქედან გამომდინარე გიორგი გახარია მოცივნის დაიცვა სახელმწიფო, ხოლო ჩორჩანას საკითხში დაიცვა ქართული მიწა. ეს არის ფაქტი. ამას ვერანაირი პროკურატურა ვერ შეცვლის, ეს არის ფაქტი და მოცემულობა, ხო? შესაბამისად დარჩა შთაბეჭდილება, რომ არც ერთ და არც მეორე საქმეზე გიორგი გახარიას ბოლომდე არ უთქვამს სათქმელი. 20 ივნისის საქმეს თუ გავიხსენებთ იგივე საგამოძიებო კომისიის ფარგლებში, საუბრობდა რაღაც არ ვიცი ფარულ ხელზე, ხო? თითქოს ანუ თვითონ არ გასცემდა მხოლოდ ბრძანებას და გადაწყვეტილებას, არამედ ვიღაც იყო კიდევ გავლენიანი ჩარეული და ხა როგორც ჩანს მიუხვდნენ კომისიის წევრები და ამ დეტალებში აღარ შესვლან. იგივე ჩორჩანას საქმესთან დაკავშირებით ის ამბობს, რომ ყველა იყო საქმის კურსში, მაგრამ არ ასახელებს კონკრეტულად ვინ. ანუ ბახტაძე მაშინ თემა მე მინდა შეგახსენოთ ერთი რამ.
20 ივნისს ქართულმა ოცნებამ 20 ივნისის გამოძიებას მოუწყო ამნისტია, მაშინ ჩვენ ამას მხარი არ დაუჭირეთ. და 20 ივნისს რაზეც ედავებიან გახარია სამართლებრივად ესაა, რომ მან განიძრახა და განძრახ დაგეგმა ეს ოპერაცია, რომ ადამიანები დაზიანებულიყვნენ. მაშინ, როდესაც ემა დაზარალებული მხარის ადვოკატი სტრასბურგის სასამართლოსთან ამბობს, რომ რაციების ჩანაწერებში გიორგი გახარია მოუწოდებდა, რომ არ გამოეყენებინათ რეზინის ტყვეები. მათ შორის ეს არის სახალხო დამცველის იმაში, რა ქვია, ანგარიში, ხო? ეს ხო აი სრული აბსურდია, ეს ხო აბსურდია. ხო, ვიკა? რა თქმა უნდა და ეს ხო ჩანაწერია. გიორგი გახარიამ უნდა თქვას, ვინ გადაფარა მის გამოძიების, ეს ხო ეთიკის და გამოძიების ამბავია, ემა, ეს ხო გამოძიები. ჩვენ ხო ვამბობთ სულ, რომ 20 ივნისი უნდა იქნეს გამოძიებული სამართლიანი სასამართლოს პირობებში. სამართლიანი სასამართლოს ელოდება გიორგი გახარია და მხოლოდ ამის შემდეგ დაასახელებს იმ პირს, ვინც შეძლო, რომ მისი ბრძანება, რომელიც რაციით ისმოდა, გადაფაროს. ეს ხო ყველა თანხდებით, რომ 6 წლის შემდეგ ამ თემის გამოძიება, ამ თემების საკითხად დაყენება და ამ თემების სისხლის სამართლებრივი დევნის საფუძვლად გამოყენება არის მხოლოდ პოლიტიკური საკითხი და მხოლოდ პოლიტიკური შურისძიების საკითხი, რომელიც მხოლოდ მას შემდეგ გაახსენა პროკურატურას, რაც ბიძინა ივანიშვილი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე დაემუქრა გიორგი გახარიას. გნებავთ, რომ ყველა ასე ერთხმად დაგეთანხმოთ ამაში და ბოლომდე დარწმუნდეს, რომ ეს არის მხოლოდ პოლიტიკური შურისძიება გიორგი გახარიას წინააღმდეგ, იმიტომ რომ დღეს თქვენი კოლეგების უმეტესობასაც კი არ სჯერა, ზოგი რაღაცა თემოდან გამოწერილ კოდს უწოდებს გიორგი გახარიას და ზოგს ზოგი კიდევ სისტემურ ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ ჩვენ შეთანხმებული ვიყავით რაღაცაზე კოცებთან და ჩვენ ან არ აკრძალავდნენ, ან ჩვენს მიმართ არ დაიწყებოდა სამართლებრივი ძიება. თუმცა ეს ადამიანები დღეს ძალიან ჟრიამულობენ, ხო? ძალიან ჩემთვის უცნაურია, რომ ემთხვევა ხოლმე აი აქეთ ამ ადამიანების, ვინც ესე ფიქრობდა, რომ ჩვენი პარლამენტში შესვლა იყო რაღაცნაირად ვინმესთან შეთანხმებული, ფიქრობდა, რომ ქართულ ოცნებასთან შევთანხმდით, ეს ადამიანები დღეს ჟრიამულობენ და ხშირ შემთხვევაში მათი ჟრიამული და ქართული ოცნების ჟრიამული ერთმანეთს ემთხვევა. ამიტომ ჩვენთვის ხედან, ვიკან, ამ ადამიანების პოლიტიკური ლიდერები დღეს ციხეში სხედან, მათ წინააღმდეგაც არის კიდევ სხვა საქმე ქვეყნის საბოტაჟის წინააღმდეგ აღძრული, გიორგი გახარიას წინააღმდეგ საქმე კი აღიძრა, მაგრამ ჩვენ არ ვიცით გამოცხადდება თუ არა მასზე საერთაშორისო ძებნა. ანუ თუ მასზე საერთაშორისო ძებნა არ გამოცხადდება, ისე როგორც ეს სააკაშვილის შემთხვევაში იყო, გიორგი გახარიას შეუძლია იცხოვროს თავისუფლებაზე, ოღონდ ვერ ჩამოვა ჩვენს ქვეყანაში. განსხვავება დიდია. ხო, არ ვიცი, ეს რამე თუ ამსუბუქებს იმას, რომ პოლიტიკურ დევნილობაში მყოფი ადამიანი, რომელიც მთავარი მიზანია, რომ პოლიტიკიდან გააქრეს, ხო, ეს მე მგონია, რომ არაფრით არ ამსუბუქებს. ამ ადამიანების თქვენი აზრით ცხადია. პოლიტიკიდან გიორგი გახარია იმის გამო, რომ უცხოეთში იმყოფება. ეს ხომ არ შეუძლია. ანუ ამით თუ თქვენ ამბობთ, რომ მიზანი ქართული ოცნებისა არის, რომ ის როგორც პოლიტიკოსი მოკლას, თქვენ თავად ამბობდით, რომ ისეთი პროდუქტიული იყო დისტანციურად არჩევნების დროს, რომ ადგილზე რომ ყოფილიყო, შეძლებოდა ამის შესაძლებლობა არ ჰქონოდა. თუ საერთაშორისო დევნას ქართული ოცნება არ გამოაცხადებს გახარიაზე, მაშინ მას ექნება ჩვეულებრივად პოლიტიკაში საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობა. დავალოდო თემა, დიახ, გიორგი გახარია. მე მჯერა, რომ გიორგი გახარიას პოლიტიკიდან ვერ გააქრობს ბიძინა ივანიშვილი და მე მგონია, რომ ამაში ქართული ოცნების მაღალჩინოსნების ნელ-ნელა საერთაშორისო არა, ამას დავალოდოთ, ეხლა მე ყველაფერი მოსალოდნელი, ეხლა ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, ეხლა ჩვენ მაშინ როდესაც არ მოხდით ჩვენ საკონსტიტუციო არჩევნებში, მაშინაც ვამბობდით, რომ ეს არ ნიშნავს არაფერს და ჩვენ ყოველდღიურად ველით ყველაფერს და ქართული ოცნება უბრალოდ ლოგიკას აღარ ექვემდებარება, ამიტომ არაფერს არ გამოურიცხავ, კიდევ ერთხელ ვამბობ. თუმცა მე მგონია, რომ უბრალოდ ქართული ოცნების მაღალჩინოსნებში არსებობს მათ ადგილას ვინერვიულებდი და მათ აქ ძალიან სერიოზული საფუძველი იმაზე, რომ ინერვიულონ. იმიტომ რომ აი ხო ხედავთ ხო, ირაკლი ღარიბაშვილი მაგალითად იყო ამ საპარლამენტო სიის მესამე ნომერი და აგერ რამდენიმე ხნის წინ მას თითქმის მთელი ოფიციალური ქონება ჩამოართვეს და კორუფციის ბრალდებით, არ ვიცი, სად არის ისიც არის, სად იმყოფება ისიც არ ვიცით. ყოველდღურად ხედავთ, რომ აკავებენ ქართული ოცნების მაღალჩინოსნებს, ზოგს რა ბრალდებით, ზოგს რა ბრალდებით და ამ დროს აი ამ რიგებში
ერთი ადამიანიც არ ყავთ, ვინც მათ გამოესარჩლება, ან მათ გვერდით ანუ რას უანონსებთ, რომ შესაძლებელია ადრე თუ გვიან კობახიძეც ამ მდგომარეობაში აღმოჩნდეს, რა მდგომარეობაშიც დღეს არის ღარიბაშვილი, რა მდგომარეობაში არის დღეს გახარია. სამართლიანი სასამართლო არ იქნება, სანამ სამართლიანი სასამართლო არ იქნება და ქვეყანაში გვექნება ერთპიროვნული მართლობა, ყველაფერი დამოკიდებული იქნება ერთი ადამიანის პირად გადაწყვეტილებას და ერთი ადამიანის პირად მოტივებზე. შესაბამისად, დიახ, ამას უანონსებ. თუმცა ბოლომდე უფრთხილდება გახარია და არ ასახელებს კონკრეტულად იმ ერთ ადამიანს, ვინც მისი ბრძანება გადაფარა. სამართლებრივი ეთიკა, რომელიც ადამიანს გააჩნია, ხო? ანუ ვიღაცა თუ ამ სამართლებრივ ეთიკას არ ექვემდებარება, ეს ჩვენ არ გვაძლევს იმის უფლება, რომ ჩვენ არ დავექვემდებაროთ, ხო? ჩვენ ვამბობთ, რომ სამართლიანი გამოძიების პირობებში უნდა ხდებოდეს ქვეყანაში მსგავსი თემების განხილვა და ეს არ უნდა ხდებოდეს ეთერებში, ეს არ უნდა ხდებოდეს კულუარებში, ეს არ უნდა ხდებოდეს სხვადასხვა ადგილას წამოძახების შედეგად. იმ პირობებში, როცა დღეს გამოვიდა მთავარი პროკურორი გიორგი გახარიას ძალიან მძიმე დანაშაულში დასდო ბრალი, რომლის თანახმადაც მას 13 წლამდე პატიმრობა ემუქრება, ხომ? და გიორგი გახარია ამბობს, რომ ის პირიქით რაციებში ისმის მისი ხმა, ის პირიქით მოუწოდებდა სპეცრაზმელებს, რომ არ გამოეყენებინათ რეზინის ტყვიები. და ამას უსმენენ ის ადამიანები, ვინც 20 ივნისს იყვნენ ქუჩაში, ვინც დაზარალდა და ვინც თვალი დაკარგა, ხო? მზერა დაკარგეს, ადამიანებმა დაკარგეს მზერა. ეს არის კვალი, რომელიც მთელი ცხოვრება დაღად გაყვება მათ და როგორც თქვით, სამართლებრივი ეთიკიდან გამომდინარე, გახარია არ ასახელებს იმ ადამიანს, რომელმაც მისი როგორც ჩინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება გადაწონა. არა, ადამიანს არ ასახელებს, მე არ მithქვებს, უბრალოდ ის ამბობს იმას, რისი თქმაც შეიძლება საჯაროდ. ნახეთ, გამოძიება არის გამოძიების საკითხი. ადანაშაულებენ. მასზე ტეხენ, ამას ეს იმას ხო არ ნიშნავს, რომ გიორგი გახარიას ესე მოიქცეს. გიორგი გახარიასა და ამ ადამიანებს შორის ხო ეს განსხვავება, გიორგი გახარია ხო არ დაждდება ესე და ესე ბრალს ხო არ დასდებს არავის, ხო? მაგას გეუბნებით, რომ ეს არის გამოძიების საკითხი, ეს არის სამართლიანი გამოძიების საკითხი. მას არ უწევს სამართლებელი არაფერი არ აქვს გიორგი გახარიას, აგერ ხო ყველაფერი დროის ამბავია და დრო ყველაფერს გაარკვევს, ემა, იმიტომ რომ 20 ივნისს გიორგი გახარიამ დაიცვა სახელმწიფო ინსტიტუტი და ჩორჩანას საკითხში მან დაიცვა ქართული მიწა და გადაარჩინა ქართული მიწა კიდევ ერთხელ ოკუპანტების მხრიდან მიტაცებას. ეს არის ფაქტი, ამას ვერ შეცვლის ვერავინ. დაველოდოთ რა იქნება შემდეგ. მას საწინააღმდეგოში ადანაშაულებენ, საინტერესოა, ანუ პირველი რაც მაინტერესებს, ჩვენ ვნახეთ, რომ ქვეყნიდან წასულიც კი ის მონაწილეობდა დისტანციურად საგამოძიებო კომისიის ფარგლებში, ხო? გამოკითხვაში საგამოძიებო კომისიაში. ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ არ ვიცი, მას მისცენ შესაძლებლობა დისტანციურად ითანამშრომლოს გამოძიებასთან. თუ გაქვთ მას ყავს ადვოკატები, შესაბამისად ამის შესახებ მომდევნო დღეებში გავიგებთ. ხომ არ მოითხოვს ის პოლიტიკურ თავშესაფარს იქ, სადაც ცხოვრობს. შესაძლებელია ასეც განვითარდეს მოვლენები, რომ მოითხოვოს პოლიტიკური თავშესაფარი. თამაზ საუბარი ჯერ ადრეა. რა ვიცი, რაღა ადრეა, აგერ ბრალი წარდგენილია, პროცესი დაწყებულია, ხვალ უკვე საგამოძიებო უწყება მიმართავს. ხო, ჩვენთვის არ ყოფილა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ სიახლე და ანუ შესაბამისად, მაშინ თუ არ ყოფილა სიახლე, უნდა გქონდეთ რაღაცა რამდენიმე სცენარი მოვლენთა განვითარების უკვე წინასწარ. რამდენიმე სცენარი, ამას გავიგებთ რამდენიმე დღეში. ანუ საიდუმლოდ ინახავთ ამ საიდუმლოდ არა, უბრალოდ დაველოდოთ რაღაც პროცესებს, იმიტომ რომ ხო დღეს რაღაც აჟიტირებულია ერთი მხარეც მეორე მხარეც, ჩვენ ვართ მე მგონი ყველაზე მშვიდად და მე მგონი ჩვენთვის იყო. ერთი მხარე რომელიც ჟიამულობს, რომ აი გიორგი გახარიასაც საღუძრე საქმე, მეორე მხარე არის ქოცები, რომლებსაც მგონია რომ მომავალში მათაც იგივე ბედიელი. ანუ ოპოზიცია და აქეთ პოზიცია, რომელთა აზრიც ემთხვევა ბოლო დროს ხშირ შემთხვევაში ერთმანეთს. ამიტომ არ ვიცი, მშვიდად დაველოდოთ ამ მოვლენებს. ხო, ისე ჩვენ ვხედავთ ხოლმე, როდესაც პოლიტიკოსებს აკავებენ ან მათ მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა იწყება,
ოპოზიცია სოლიდარობას და თანადგომას უცხადებს მათ და თქვენი გადაწყვეტილებიდან გამომდინარე მგონი ასეთიც აღარავინ დაგრჩათ ოპოზიციაში ეს არ გიქმნით გარკვეულ ასე თქვა დისკომფორტს ემა ნახეთ თქვენი ხა შეცდომაში ყავთ მაყურებელი იმიტომ რომ არც ერთი ოპოზიციური ლიდერის დაკავებაზე ჩვენ ჟრიამული არ გამოგვიცხადებია და შესაბამისად ეს ჩვენი ხო ალბათ პიროვნული კიდევ ერთხელ ვიტყოს ალბათ პიროვნებებს და ვიკა მე ეს არ მითქვა მე ვთქვი რომ დღეს არ მომისმენი არც ერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თანადგომის და სოლიდარობის სიტყვები გიორგი გახარიას მისამართით ანუ ისე ხომ არ გამოვიდა რომ ანუ რეალურად თქვენი გადაწყვეტილებების გამო გაგრიყეს ოპოზიციიდან და თქვენ ვერ შეძელით დაგემტკიცებინათ რომ არ იყავით ასე ვთქვათ პროქსი ოპოზიცია ჩვენ სადაც ვართ ეს არის ჩვენი არჩევანი პროქსი ოპოზიცია ვინ არის ამას ხო ყველა ძალიან კარგად ხედავს და ამას კიდევ ერთხელ ძალიან მალე კარგად ის ოპოზიცია რომელიც ქართულ ოცნებას ეხმარება ამ ქვეყნის ჩიხში შეყვანაში ხო ამაზე ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია მათ შორის გვისაუბრია 4 ოქტომბერზე ძალიან ხშირად ასე რომ ჩვენ სადაც ვართ ეს არის ჩვენი არჩევანი ჩვენ არასდროს არ გვითხოვია სოლიდარობა და თუ ეს ადამიანები სოლიდარობას ჩვენს მიმართ არ გამოხატავენ ეს ხო ეს პირადი სოლიდარობა არის ინდივიდუალური აქტი და ეს არის შინაგანი გამოხმაურება თუ ადამიანებს არ გააჩნიათ შინაგანი გამოხმაურება ეს არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს ახლა ეს ადამიანები გვეძახოდნენ ხო როდის იყო ჯერ კიდევ გაზაფხულზე რომ ლეგიტიმაციას ვაძლევდით ქართულ ოცნებას ჯერ იყო და კომიტეტზე მიცვლის მეორე დღეს არ იყო ქართული ოცნება ლეგიტიმური მე იყო და თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობით აიო აგერო ლეგიტიმაციას აძლევსო და აღმოჩნდა რომ მერეც ვერ მიიღო ქართულმა ოცნებამ ლეგიტიმაცია მე იყო და ეხლაც ამ ადამიანებს რო კითხოთ ლეგიტიმურია თუ არ არის რა თქმა უნდა გეტყვიან რომ არ არის ლეგიტიმური ამიტომ ეს არასერიოზული ფრაზები ეს არასერიოზული საუბარი უბრალოდ საკუთარი ქმედებების გადასაფარია რეალურად პასუხს არის თუ არა ეს პარლამენტი ლეგიტიმური ან თქვენგან ითხოვენ ხოლმე როგორც წესი ამ შეკითხვაზე პასუხს ჩვენგან არ ითხოვენ ხოლმე ისინი უფრო კომპლექსდებიან ამ თემით ისე როგორც ქართული ოცნების წევრები არიან ხოლმე დაკომპლექსდებული და ამბობთ რომ არ არის ლეგიტიმური გვეკითხებიან ეს არის ხოლმე გაუგებარი და შედარებასაც კი აკეთებენ ეს ისეთი ასე ვთქვათ მოცემულობა როგორც მშვიდობიანი დამხობა მაგალითად ჩვენ ემა ძალიან ბევრი ვისაუბრეთ იმაზე რომ ამას მნიშვნელობა აღარ აქვს ლეგიტიმაციას ვერც მე ვერ გადავწყვეტ ვერც ერთი პარტია ამ შემთხვევაში ვერ გადაწყვეტს ამას ქართველი ხალხი წყვეტს და ვიღაც თვალში ყოველთვის იქნება ლეგიტიმური ვიღაც თვალში არ იქნება ლეგიტიმური ჩვენ მოცემულობა რეალობას ჩავხედეთ თვალებში რომ მათ აქვს ძალაუფლება და ეს ძალაუფლება არის შეუზღუდავი და ამ ძალაუფლებით იმართება სამწუხაროდ დღეს სახელმწიფო და ამ შეუზღუდავ ძალაუფლებაში ჩვენ რა ბერკეტიც გვაქვს ამას ყოველთვის გამოვიყენებთ სანამ გვაქვს ყოველ შემთხვევაში იმიტომ რომ ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა და დღესაც ვფიქრობთ რომ ამას ვაკეთებთ და მე მჯერა რომ კი ამ ქვეყანაში აუცილებლად გვექნება სამართლიანი სასამართლოც და დემოკრატიული ბერკეტები. ხო, მაგრამ აი თუ თქვენი განადგურება აქვს განზრახული ქართულ ოცნებას, მაშინ ძალიან მარტივად ყოველგვარი ასე ვთქვათ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე შეგიყვანდათ გასაუქმებელი პარტიების სიაში. ხო, არ ვიცი, იცით რა არის ამის სახსნა ცოტა რთულია საკუთარი ამორჩევლისთვის, ხო? თუნდაც საკუთარი ამორჩევლისთვის, იმიტომ რომ თქვენთვის ხო, ლოგიკას არ ექვემდებარება. ნახეთ, ეს გადაწყვეტილება და ეს საკონსტიტუციო სარჩელი ლოგიკას ჩემი აზრით არაფრით არ ექვემდებარება, იმიტომ რომ პასუხი რატომ არ მოხდით ამ სიაში? რატომ არ მოხდით? ან საერთოდ მაგალითად ლეილო რატომ მოხდა ამ საკონსტიტუციო სარჩელში? ჩვენთვის სრულიად გაუგებარია. უბრალოდ ამას ხო ადამიანებს ახსნა სჭირდება, უბრალოდ ესეც კი ესე ლელოს ლიდერების განცხადებები შეიძლება მე გამომრჩა არ შემხვედრია და დაგმეს გახარიას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა, შეიძლება მე გამომრჩა. არ მიმიდევნებია თვალი არავის განცხადებისთვის, იმიტომ რომ ალბათ მოხდებოდა ხა პირველში გაინტერესებთ ალბათ თქვენი პოლიტიკური პარტნიორების შეიძლება ასე ითქვას პოზიცია და თანადგომა. ვიღაცას თუ არ სურს ჩვენთვის თანადგომის გამოხატვა, ეს არაფერს არ ნიშნავს. ამ შემთხვევაში თავარია რომ ქართველი ხალხი ძალიან კარგად ხედავს, ასე რომ ეს ერთგვარი მხარდაჭერა, ვიკა, აი როგორ შეიძლება ნახეთ პოლიტიკურ ბრძოლაში საჯაროდ გამოცხადებული მხარდაჭერა თანადგომა ან პროტესტი არაფერს ნიშნავდეს. მაშინ გამოდის რომ საერთოდ არაფერს აზრი არ ქონია.
განცხადებების დონეზე. პოლიტიკა პირველ რიგში არის სწორედ საჯარო განცხადებები. ხო და მაგრამ მართლა გულწრფელად მომაკლა თვალში. ხო, ან თქვენც რაღაცნაირად მოისაკლისეთ ან გეუცნაურად, ან შეიძლება იგვიანებენ, იმიტომ რომ მე მახსოვს, როდესაც მამკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დააკავეს, გახარიას განცხადებაც იყო, თქვენი პარტიის სახელითაც იყო გაკეთებული განცხადება. შეიძლება ვცდები რამეში, იმიტომ რომ ძალიან სწრაფად ვითარდება მოვლენები და თანაც დატვირთულია ზოგადად ჩვენი საინფორმაციო ველი. თუ რაიმეში ვცდები, არ მაქვს პრობლემა, აქვე მივიღებ კრიტიკას. მე დღეს ყოველ შემთხვევაში IP-ს სულ ეხლა ვარეფრეშებ და ჯერ არ შემხვედრია მამკა ხაზარაძის ან ბადრი ჯაფარიძის ან ლელო ძლიერი საქართველოს სახელით გაკეთებული განცხადება, რომელიც შეაფასებდა, მოდი ასე ვთქვათ, რა ვიცი, დაგმობდნენ არ დაგმობდნენ, ეს უკვე მათი გადაწყვეტილება, შეაფასებდა პროკურატურის დღევანდელ ბრიფინგს. ება მე მგონი ეს თქვენ რო კითხოთ იმ ადამიანებს ვისაც გაინტერესებს მე მგონი ეს ჯობია რომ თქვენ კითხოთ მე კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ რადგან თქვენ გეხებათ ვიკავ კარგად გამიგეთ ამიტომ გეკითხებით არის ფაქტი ის საქმე რაზეც არის სამართლებრივი დევნა დაწყებული გიორგი გახარიას მიმართ ეს იყო სახელმწიფო მიწის დაცვა და ისინი ასამართლებენ დღეს ადამიანს იმის გამო რომ მან დაიცვა საქართველოს მიწა და მშვიდობიანად დაიცვა შესაბამისად ხო ეს არის ფაქტი რომელსაც ვერ შეცვლის ვერავინ და ვერაფერი როგორი პროცესებიც არ უნდა წავიდეს ამიტომ ეს ფაქტი სრულიად საკმარისია ხო აი მინდოდა მეკითხა სწორედ ახალ ამბებს ვადევნებ თქო თვალს პარალელურად თქვენ რომ გესაუბრებით და ცნობილი გახდა რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა ვივამედიდან მე-12 პენტენციურ დაწესებულებაში დააბრუნა, სადაც საერთოდ წესით ის გააგრძელებს სასჯელის მოხდას. ამის შესახებ სპეციალური პენტენციური სამსახური ავრცელებს განცხადებას. ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი და მას აღარ ესაჭიროება სტაციონარული მკურნალობა. სწორედ ეს არის ნათქვამი, როგორც უკვე გითხარი სპეციალური პენტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ვიკას ხოთ შორის თქვენ ამას არაერთ ჯერ ითხოვდით ხოლმე, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა დაბრუნებულიყო საპატიმროში, რასაც თავად სააკაშვილი ძალიან მწვავედ ხდებოდა. მისი პოზიცია, ამაზე გამპასუხება იყო საკმაოდ მწვავე და კრიტიკული. ხო, ჩვენი დამოკიდებულება ამასთან დაკავშირებით იცით, რომ ქართული ოცნება ნაციონალურ მოძრაობას იყენებს თავის ძალაუფლების გასაძლიერებლად და მათ შორის მიხეილ სააკაშვილს ძალიან ხშირად იყენებს ქართული ოცნება მისი ძალაუფლების გასამყარებლად და იყენებს ქართველი ხალხის დასაშანტაჟებლად და შესაშინებლად, ამიტომ ჩვენი პოზიცია ამასთან დაკავშირებით არ შეცვლიო. და ეხლა რომ გადაიყვანენ ისევ ციხეში, ანუ ესეც რაღაცა ერთგვარი ხერხია იმისა რომ დღეს რატომ დაამთხვიეს ეს ხო დღეს რატომ დაამთხვიეს ეს ფიქრობთ რომ ეს არ არის შემთხვევითი დამთხოვა ანუ გახარიასთვის ბრალის წარდგენა ციხის სამართლებრივი დევნის დაწყება გახარიას წინააღმდეგ და სააკაშვილის ციხეში გადაყვანა რა კავშირი შეიძლება იყოს თქვენ როგორც პოლიტიკოსი გეკითხებით ხო ხედავ ამ შორის თუმცა ხომ მე არ მგონია რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკიდან ჩამოსცილდეს ქართული ოცნება ამას არ დაუშვებს პირველ რიგში და ყველაფერს გააკეთებს რომ პარტიას უქმებენ და აი ლოგიკა რაშია მითხარით მაშინ თუ ის როგორც ასე ვთქვათ ბუტაფორიული ხომ მოწინააღმდეგე ქართულ ოცნებას აწყობს იმიტომ რომ ამით აშინებს ამ მომრჩეველს ნაციონალური მოძრაობის შესაძლო დაბრუნებით და ინარჩუნებს ამ ფონზე შიშის ფონზე ინარჩუნებს თვითონ პოზიციებს და ძალაუფლებას მაშინ რაში შეიძლება აწყობდეს ან სააკაშვილის ციხეში გაშვება და მით უმეტეს ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური განადგურება ამ საკითხამდე რამდენიმე თვე არის დარჩენილი, ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს მორიგი ფეიქ ცდელობა არის ნაციონალურ მოძრაობასთან ბრძოლის, დაველოდოთ რა იქნება. სასჯელი კი შეიტანეს, მაგრამ საბოლოო ჯამში ნახავთ შედეგს, რომლის თანახმადაც არ გაუქმდება, ასე ვთქვათ, ნაციონალური მოძრაობა როგორც პარტია. რამდენიმე თვის წინაც ემუქრებოდა ქართული ოცნება ნაციონალურ მოძრაობას გაუქმებით, მაგრამ შემდეგ გადაიფიქრა, იმიტომ რომ მას ჭირდებოდა ადგილობრივი თვითმმართველობის წინ ნაციონალური მოძრაობის როგორც მტრის ხატად არსებობა. შესაბამისად, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ზოგადად დემოკრატიულ პროცესებში არ შეიძლება პარტიების გაუქმება. ეს არ არის დემოკრატიული პარტია, თუ გინდა რომ აღარ ოპერირებდეს სახელმწიფოში, ის უნდა დაამარცხო აზრობრივად და იდეობრივად ისე, რომ მოქალაქეებს აღარ ქონდეთ
სურვილი რომ მას დაუჭირონ მხარი. შესაბამისად ეს რა თქმა უნდა არის არაკონსტიტუციური ქმედება, ეს არის არადემოკრატიული ქმედება, პარტიების გაუქმება. ხო, მეორე მხრივ მინდა ვთქვა ის, რომ ეს პარტიები ქართული ოცნების პირობებში არჩევნებში მაინც არ აპირებენ მონაწილეობის მიღებას. მე მგონია, რომ აზრის დაფიქსირებას და ასე ვთქვათ, ქუჩიდან პროტესტს მაინც ვერავინ ვერ დაუშლის და ისინი გააგრძელებენ ოპერირებას. მადლობა, ვიკა ფილფანს, პარტია გახარია საქართველოსთვის დეპუტატი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. როგორც უკვე გითხარით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა ვივა მედიდან მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნეს, სადაც საერთო წესით გააგრძელებს სასჯელის მოხდას. ამის შესახებ ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ სულ ცოტა ხნის წინ გავრცელებულ განცხადებაში. ამავე განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი და მას, ანუ სააკაშვილს, აღარ ესაჭიროება სტაციონარული მკურნალობა. და შემდეგ, რა თქმა უნდა, მოცემულია დეტალურად ინფორმაცია, როდის შეიყვანეს სააკაშვილი, რა მიზნით შეიყვანეს ვიომედის კლინიკაში და ასე შემდეგ. საინტერესოა ამ გადაწყვეტილებას როგორ გამოეხმაურება თავად სააკაშვილის პარტია, ნაციონალური მოძრაობა, ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით მათი მხრიდან ამ თემაზე გაკეთებული კომენტარი არ გამოქვეყნებულა. თამარ ჩერგოლეიშვილი, ფედერალისტების ლიდერია ჩვენთან ერთად. მოგესალმებით, თამარ, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. გამარჯობა, ემა, საღამოშიდობის. გახარეს თემით მინდოდა დამეწყო, მაგრამ ამასობაში სააკაშვილის ამბავი წამოგვეწია. რა თქმა უნდა, გახარიას პარტიას რომ ვკითხე, არ სჯერათ, რომ რეალურად ქართული ოცნება ებრძვის ნაციონალურ მოძრაობას და ესეც გამოხატულება მიხეილ სააკაშვილის ციხეში დაბრუნება გამოხატულება ერთ-ერთი ასე ვთქვათ პოლიტიკური ანგარიშწორების პირიქით მათ მიაჩნიათ რომ აცოცხლებენ სააკაშვილს და რეალურად პოლიტიკიდან მას არასდროს გააქრობს ქართული ოცნება, იმიტომ რომ სჭირდება საკუთარი სიცოცხლის უნარიანობის გახანგრძლივებისთვის. თქვენ შეგიძლიათ რაიმეს დაუკავშიროთ, რა მოხდა? ეს ადამიანი მგონი 2022 წლიდან ვიომედის კლინიკაში მკურნალობს. ეხლა არის 2025 წელი. რატომ დააბრუნეს მაინც და მაინც ახლა? მარტივია. გამარჯობა, მივესალმები პირველ რიგში მაყურებელს, მადლობა ინტერესისთვის. ძალიან მარტივია. ქართული ოცნების ყურმოჭრილ, ანუ ბიძინა ივანიშვილის ყურმოჭრილ მონებს იჭერენ და ციხეში სვამენ. და ქართული ოცნების წევრებს უჩნდებათ ჯერ მარტო კითხვა, რომ ეს ხალხი რო ციხეში ჯუანშერ ბურჭულაძე, ეს გვარები და სახელები ბოდიში, მაგრამ მაგაცაც ვერ ვიმახსოვრებ, აგერ ღარიბაშვილს რაც ემუქრება და ასე შემდეგ, ხო? ის რატო არის, ანუ იგივე ესეც რაღაც ბრალი რო წაუყენა კიდე დამატებითი საბოტაჟის თუ ასე შემდეგ, ხო? რეალურად ქართული ოცნების რიგებში ეხა არის პანიკა. ჩვეულებრივი პანიკა. რეალურად ოპოზიციის წევრებს ნაკლებად ეშინიათ დღეს დაჭერის, იმიტომ რომ მიჩვეულები არიან, ახლა 13 წელია იჭერენ, ხო? და ვიდრე ქართული ოცნების ყურმოჭრილი მონები, რომლებიც აი ახლა ის კაცი რომ დაიჭირეს ის კრისტალის კაცი. ეგეთი რამე წარმოგიდგენია, ემა, რომ სათხილამურო ტრასა გავჭრა, ისე რომ სისტემასთან ეს ყველაფერი დალაგებული არ ქონდეს, ან საბაგი რო გავაბა, მესმის რომ რაღაცა ჩემაგარაკ სართული დავაშენო და აი სათხილამურო ტრასა და მე მთავრობა ჩამოვიდეს ტაში მიკრა ოლიმპიადა ჩაატაროს, არ ვიცი. ანუ ეს ტრასა ხო ფუნქციონირებს. და არის კითხოს რამდენად ასე ვთქვათ, მე დარწმუნებული ვარ. არა, არც არავის არ უკითხავს, იმიტომ რომ ამ სისტემ ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილ სისტემაში არ არსებობს წესები. ერთადერთი წესი, რაც არსებობს ამ ქვეყანაში, სადაც არ არსებობს სასამართლო, არის რომ პერსონალური არხით დალაგებული იყო ბიძინა ივანიშვილთან. სისტემასთან, რომელიც ემსახურება ბიძინა ივანიშვილს. რა წუთში შენს არხს ღარიბაშვილი იქნება ეს ლილუაშვილი იქნება თუ კობახიძე ხვალზე, ხო? აერევა ბიძინა ივანიშვილთან და ბიძინა ივანიშვილი მას მოღალატედ ჩათვლის, ხო? შენ შეგეხება ზუსტად ისეთივე უსამართლო სასამართლო, რაც შეეხო თავის დროზე ვანო მერაბიშვილს, რაც შეეხო თავის დროზე მიშა სააკაშვილს. ანუ ეს ყველაფერი ახლა მათ შორის მიშას ციხეში გადაყვანაც ემსახურება ამ ოფიციალური მიზეზის, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. არათუმ ჯერა, რამე ყოველთვის ვიცოდი, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო დამაკმაყოფილებელი. არაში იტყუებოდა? არა, ყოველთვის ვიცოდი, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო დამაკმაყოფილებელი და ის ძალიან ბევრ ნაბიჯს გამდა იმისთვის, რომ თავი გაეთავისუფლებინა ციხიდან. შიმშილობიდან დაწყებული შიმშილობა თვითონ ქონდა გამოცხადებული, აბა მე ხო არ მქონდა გამოცხადებული. ეხა ხო აღარ შიმშილობს, ხო? რა
ბოდიში, მაგრამ თქვა ამ რაღაცა ფანტაზიორობის ვისაც ჯერა, მე იმის გონებრივ მონაცემებს პატივს არ ვცემ და უსინდისოდ მივიჩნევ, ხო? ანუ ეხლა რაღაცა ის ვერ გადაურჩა სააკაშვილი პუტინის მოწამლას და აი უკრაინაში ვერ იპოვა და ეხლა ღარიბაშვილს გომელაურებს და ვიღაცებს არაფერი, ანუ სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი. ზუსტად ისე, როგორც გაგიკვირდებათ, რასაც ვიტყვი, მაგრამ ღარიბაშვილიც იქნება პოლიტიკური პატიმარი. იმიტომ რომ არც ერთის და არც მეორის დაკავების მოტივი დანაშაულის აღკვეთა არ ყოფილა. ორივე შემთხვევაში მოტივი იყო პოლიტიკური. ერთ შემთხვევაში, იმიტომ რომ ეს კაცი პოლიტიკურ წინააღმდეგობას წევდა და ეს ღარიბაშვილსვე აქ აღიარებული პოლიტიკიდან რო წასულიყო, არ დავიჭერდითო. ღარიბაშვილი პოლიტიკას არც კი გაკარებია, ბიძინას კეთილგანწყობა დაკარგა თუ არა წავიდა, მაგრამ იმის გამო რომ ბიძინას ის მოღალატე და ჩვენება და მოღალატეთ თulis, ხო? და ესეც რაც ხდება მოღალატეთ რო თulis ბიძინა ღარიბაშვილს. ესეც ხო ნორმალურია ხალხო, ეს არის ავტოკრატიის ბუნება. რატო აკეთებსო ბიძინა ამასო და რატო თავის ყურმოჭრილ მონებს ამას რატო უკეთებსო და იმიტომ უკეთებს რომ ავტოკრატიის ბუნება არის ესეთი. რატომაც სეფსისი რო გაქვს სისხლი გაწამლება და კვდები, ზუსტად იგივე ემართება ავტოკრატიას, როცა გარშემო ჯერ ქართველი ხალხი და მერე დასავლეთი უქმნის ისეთ კრიზისს, სადაც ბიძინა ივანიშვილი ფულს კარგავს. მისი ყურმოჭრილი მონები, რომლებიც არარაობები იყვნენ ბიძინა ივანიშვილმა რომ მოათრია, მდიდრდებიან, გავლენა ემატებათ და სანქცირებულებიც არ არიან. ამიტომ იწყება ეჭვიანობა და შემდეგ უკვე ყველას ადგება. პრივილეგია რატო შეუზღუდეს თქო ახლა სააკაშვილს? იმიტომ რომ ქოცებთან იმართლონ თავი, ეხა კობახიძე და მდინარაძე სიტუაცია აქვს დასაჭერი. და როგორ დაიჭირონ კაცო, ლალი მოროშკინა გამოვარდა და რიგრიგობით მაინც ქენით ამის დედავატირეო ყვირის. ნინ შეხედეთ ისინი მთავარი სპიკერები რა დღეში არიან. მართლა საგიჟეთი ტრიალებს თვითონ თან ანუ მეწოდებიან რაღაც თვალსაზრისით. იცით რატო? იმიტომ რომ სისტემასთან დალაგებულად იქცეოდნენ ისე როგორც იქცეოდნენ. ანუ მათ მწვანე შუქი ჰქონდათ ანთებული, ანუ ისინი არ გრძნობდნენ თამაშის შეთანხმებული თამაშის წესებით თამაშობდნენ და უცებ აღმოაჩინეს რომ ეს იყო აკრძალული. ამის გამო ისჯებიან, თორე ეს კი არ აღმოაჩინეს რომ აკრძალული იყო. ამის გამო ისჯებიან, რაც თავის დროზე იყო ნებადართული. ცხადია, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილის კეთილგანწყობა დაკარგეს, იმიტომ რომ ლალუაემო, ანუ აი ჩვეულებრივად კანონი არის ბიძინა ივანიშვილი. თუ ის გიღიმის, კანონიც გიღიმის, თუ ის გებღვირება, კანონიც გიბღვერს და ხვდები მის დილეგში. და აი ეს უნდა მოიშალოს ხალხო, აი ეს არის ჩამოსაშლელი, იმიტომ რომ ეს არ გვეხება მარტო ჩვენ, მე სულ მახსენდება რა იცი, აი წინა ხელისუფლების მოძულებს, რიგ შემთხვევაში ძალიან სამართლიანად, რომ ვეუბნებოდი, რომ არ შეიძლება ვანომერაბიშვილის მიმართ, რომ ესეთ რამეს უშვებთ, რომ ფარცხალაძემ შეიძლება თავზე ტომარა წამოაცვას და აქეთ-იქით ათრიოს და არც გამოიძიო ეს ამბავი და თუ ვანომერაბიშვილს არ ექნება სამართლიანი სასამართლო, ეს სასამართლო თქვენს კართანაც დაიჩოქებს. იმიტომ რომ ეს არ იქნება უსამართლო მარტო ჩემთვის. რეჟიმის მოწინააღმდეგე ეს შეეხება რიგით მოქალაქეს, ეს შეეხება რეჟიმის მომხრეს, ყურმოჭრილ მონას, რაც უჩიც ბიძინა ივანიშვილს მოელანდება, რომ იმან უღალატა, ან იმან საკმარისი თავდადება არ გამოიჩინა რაღაც კონკრეტულ მომენტში. თქვენ თქვით რომ აი გაგიკვირდებაო და ეს ღარიბაშვილის პოლიტიკური პატიმარიაო და თქვენში არ თქვით, არ ვიცი პირველად ჩემს ეთერში თუ სხვაგანაც თქვით, გახარიაში არ თქვით თემოდან გამოწერილი კოცი და თქვენ შენს ამაზე სულ გამახსენდა დღეს რომ ბრალი წარუდგინეს, გამახსენდა ეს გურული ანეკდოტი არის მე მგონი გურულის საფლავზე რო აწერია რომ ახლაც არ გჯერათ რომ ცუდად ვიყავიო ახლაც არ გჯერათ რომ გახარია არ არის ასე ვთქვა თემუდან გამოწერილი კოცი არ არის გახარიაც კოცია როგორ არის კოცი კაცი ორი სისხლის სამართლის ღარიბაშვილი კოცი არ არის ანუ რას მეუბნები ღარიბაშვილი მილიონიანი გირაო სანასვლოდ გამოვიდა და გახარია ქვეყნიდან არის გასული საერთოდ რატო გაუშვეს ხომ ჯერ ხო არ ვიცით რომ რა მნიშვნელობა კაცო ამას რა ლოგიკას აყენებ ანუ ბიძინა ივანიშვილი როგორ მოგექცევა იმის მიხედვით წყდება შენ ვინა ხარ? არ წყდება ბიძინა ივანიშვილი როგორ მოგექცევა იმის მიხედვით შენ ვიხარ. ყურმოჭრილი მონა აღარიბაშვილი დღემდე, ცოლი დღემდე აშიარებს იქ cover photo-თ ისინი უყენია Facebook-ზე როგორ ეხუტება აღარიბაშვილს ბიძინა ივანიშვილს როგორ აქვს ხელი გადახვეული. მზად არიან ფეხები დაუკოცნონ. კოცები არიან, აბარა არიან. მაგრამ პარტია შევიდა პარლამენტში, ისინი გასაუქმებელი პარტიების სიაში არ შეიყვანეს. ანუ ყველა ღარიბაშვილის გახარიას პარტია ბოდიში ამერია ხო და ამიტომ არსებობდა მოლოდინი რომ შეიძლებოდა კაცო ამ კაცისთვის საერთოდ ქვეყანაში ჩამოსვლის შესაძლებლობა მიეცათ არ მე არაფერს არ ვამბობ ახლა მე ჩემს მოსაზრებებს შევინახავ ხო რაციონალიზაციას მორჩით იმისი რაც ხდება წარმოიდგინეთ ანუ ჩათვალეთ რომ სეფსისი აქვს სისტემას
და ეს ხდება, ეხლა ხდება სისხლის სამართლის ბრანლის სროლა ყველა მიმართულებით, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილი ეჭვიანობს თავისებზე, ჭამს თავის ნაშიერებს, ამათ სჭირდებათ სიტუაციის დაჭერა, რომ შიგნით არ ჩამოეშალოთ ყველაფერი და ვითომ ძალიან მაგარ ფორმაში არიან და ამათაც დევნიან. ამას აკეთებს. არანაირი გარიგება ბიძინა ივანიშვილთან არ გამოვა. არანაირი შერიგება ბიძინა ივანიშვილთან გახარიას არ გამოვა, იმიტომ რომ არ ანაღლებს ბიძინა ივანიშვილს ეგ. არ სჭირდება მოღალატები იმ კონდიციაშია მე ნანახი მაქვს ხალხო ეგ. ბიძინა ივანიშვილი, როდესაც პოლიტიკაში გამოჩნდა, მიშა სააკაშვილმა ეს კრიზისად აღიქვა, დაიწყო ეჭვიანობა ვანო მერაბიშვილზე, რომელიც რაღაცა კონტაქტ პერსონად მიაჩნდა მათ შორის ბიძინა ივანიშვილთან და გარკვეული პერიოდის განმავლობაში მიუშვა ზედ ახალაიები და ძირი გამოუთხარა თავისივე სისტემას. იმიტომ რომ არ არსებობდა შემაკავებლები, არ არსებობდა გაწონასწორების მექანიზმები და მიშას ჰქონდა კარტ ბლანში რომ ეკეთებინა ის რაც უნდოდა და ისეთ მსხვილ ფიგურას როგორც ვანო მერაბიშვილია მოქცეოდა ისე როგორც უნდოდა. აქედან იქ გადაეყვანა, იქიდან აქ გადმოეყვანა მე. ახალაიებს გააკეთა ეს ყველაფერი. ახალაიები იყო მისი მოკავშირე, ვანოს წინააღმდეგ, ისინი აქცია მოკავშირე. საერთაშორის უკრაინიდან ხონდა ჩართვა, ნათქვამი აქვს, რომ საერთოდ არ იცნობდა ახალაიებს. ხო, ეს კომიკურია, ხო? ეს რა ქვია, მაგრამ ამას თავი გავანებოთ, ჩვეულებრივი, მე სისტემურ მაგალითად მომყავს, ეხლა რაღა დროს მიშა და ახალაიებია, ხო? მაგრამ სისტემურ მაგალითად მომყავს, იმიტომ რომ როგორც იქ მოხდა ეს ყველაფერი, თან იმ სისტემას შემაკავებელი ქონდა დასავლეთის სახით. მიშა ვერ გადაახტებოდა დასავლეთს და ვერც გადაახტა. მაშინ როდესაც ბიძინა ივანიშვილს ეგ შემაკავებელიც არა აქვს, ბუნებრივია რაც ხდება. არ ვიცი, დამიწერია 2013-ში დამიწერია ამის შესახებ, რომ თუ ეს გზა აირჩია და დამაბალანსებელი არ ყავდა პირველივე კრიზისის დროს ჩამოიშლება. სამწუხაროდ ოპოზიციამ დაიმართა თავის თავზე ისეთი რამე და სააკაშვილმა დამართა თავის თავს, რომ პირველივე კრიზისის დროს არ ჩამოიშალა და გაგვიგრძელდა გზა. მაგრამ პროცესი რო შენელდა ის ამით არ გაჩერებულა, ეს პროცესი გრძელდება და ეს ქუჩაში რო ვდგევართ, რას ვაკეთებთო. ქუჩაში დგომა მაგას აკეთებს ზუსტად. და ეს პროტესტი, კრიზისის ერთი აგურია, რომელსაც ემატება დასავლეთის პოლიტიკა და დასავლეთის სანქციები და ესე ჭამს რეჟიმი საკუთარ თავს და ჩვენ აქეთ ამ ხარეს გვჭირდება ოდნავ უკეთესი ორგანიზება, დემოკრატიული ალტერნატივის გამოკვეთა და ჩვენება და ჩამოხსნა. რა გახდა ეს ორგანიზება ბოლოს და ბოლოს? სად არის პრობლემა? ნახეთ, სააკაშვილი ახსენეთ და ხა არ ვიცი რამდენად შეძლებს ასეთი სისტემურობით აქტიურობას, იმიტომ რომ ბოლო პერიოდში 4 ოქტომბრის შემდეგ განსაკუთრებით ხდება მოწოდებები მისი მხრიდან გარკვეული ტიპის ერთიანობაზე, რაღაცა წყენების თუ ცოდვების დავიწყებაზე, ამბობს რომ რაღაცა გავერთიანდეთ, თითქოს მინიშნება არის სწორედ მის გარშემო გაერთიანებაზე, ამბობს რომ ვინც იძახეს რომ არც ნაცი და არც კოთი სწორედ ის არისო, პირველი მტერი ამ პროცესის თუ პროტესტის, ხო და რა ტიპის ორგანიზების პრობლემა დგას და ვისი მხრიდან ჩვენი პრობლემა ხო, ჩვენი პრობლემა რომ დემოკრატიული ძალების ხომ მხოლოდ რეჟიმი არ არის. ჩვენი პრობლემა ისიც ხო არის, რომ ჩვენ რიგებში, წინააღმდეგობის რიგებში დემოკრატიული ძალების მხარდამხარ იბრძვიან ავტოკრატები, რომლებიც თქვიან, რომ ზემოდან ქვემოთ თვითონ უნდა დაგვიკვეთონ მუსიკა, როდესაც ჩვენ აქციას ვმართავთ, თავზე ანკესებით უნდა გვიგვიტანონ და გვიფრიალონ მათი ბელადის ხატები, რომელიც დაწერილია შორის გაკრიტიკებენ, რომ დევნით ყველა მოვა აქციაზე სააკაშვილის პლაკატით. მე პასუხისმგებელი ვარ, ყველამ პასუხი აგოს თავის ამომრჩეველთან. მე თავს მიშისტებს არ ვაწონებ. მე პასუხისმგებელი ვარ ჩემს ამომრჩეველთან, რომელსაც დემოკრატიაზე რომ ველაპარაკები, ვერ დავაჯერებ და დამაჯერებელი არ ვიქნები, თუ იმას ბიძინას მოუგებ მეთქი, მაგას დავიჯერებ, თავიდან რომ სააკაშვილის ის რომ თავზე რომ აფხატავენ, რაღაც დროშას ის 6 ორკი ვერ მომიგერიებია. სულელი კი არ არის ჩემი ამორჩეველი. რომ თუ მე ამას ვიტან ამ ბულინგს ვოზდუხოფშის, რომ თავზე სხვა პარტიის ბელადის რაღაცებს მაფხატავენ და მე ამასაც ვერ ვიშორებ, გვერდიდან ბიძინას მოვიშორებ? რა სისულელეა? ავტოკრატია ჩვენგანაც გასატანია. და თუ ახლა, ამ საქმეში მუდმივი მტრები და მეგობრები არ არსებობენ ემა. ამ საქმეში არსებობს ინტერესები. ჩვენი ინტერესია რომ დემოკრატიული ძალები გავაერთიანოთ. თუ სააკაშვილი უცებ გადაწყვეტს რომ გამოჯანსაღდეს, რეალობა მიიღოს, რომელსაც ის უარყოფს.
დღემდე უარყოფს რეალობას, სადაც ის არ არის ერის მამა და საყოველთაო ლიდერი და აღარ ყავს მრავალრიცხოვანი მხარდამჭერი და ასე შემდეგ. ხო, ბატონო, მე გვერდზე გავიწევიო, საერთოდ. ეს ყველაფერი ხო ტყუი, ყველაფერი ამსახურება. ერთადერთი რაზეც სააკაშვილი ფიქრობს, არის რომ სიტუაცია დააბრუნოს 2012 წლამდე პერიოდში, სადაც თვითონ ექნება აბსოლუტური ძალაუფლება და გააკეთებს იმას, რაც უნდა. წინააღმდეგ შემთხვევაში შეუძლებელია რომ ასეს დამართოს. ხო, მარტო ხო ვერ გააკეთებს ამას, თამარ. თქვენ თვითონვე ამბობთ ოპოზიციის რაციონალურად ბიძინა ივანიშვილი მარტო კობახიძით და მდინარაძით შეინარჩუნებს ძალაუფლებას? ვერ შეინარჩუნებს. მაგრამ როდესაც ავტოკრატი ხარ, როდესაც ერთი კაცის ძალაუფლებისკენ მიისწრაფი, შენ ავტომატურად გემართება ესეთი რაღაცა, ანუ სისტემურად გემართება. აი, როგორ თქვა, ექიმები გაიგებენ რაღაცა დაავადება რო გჭირს, იქ შენზე არ არის დამოკიდებული რაღაცეები სისტემურად ხდება. და იგივე ხდება აქაც. ერთი კაცის ბატონობაზე ჩამოკიდებული სახელმწიფო ერთი რო აუქმებს საერთოდ მოქალაქეობას. ანულებს ყველას, ანუ წონა აღარავის აღარ აქვს საერთოდ, არც სიცოცხლეს აღარავისას აღარ აქვს ფასი. ანუ ყველაფერი მთელი სისტემა იმსახურება. ან მარტივ მაგალითს მოგიყვან. ეხა ხდება რა, რომ 1700 ბავშვი არის რეგისტრირებული, ინსულინ დამოკიდებული, დიაბეტის მქონე. ეს ბავშვები დგანან საფრთხის წინაშე, რომ ინსულინი ვეღარ მიიღონ, იმიტომ რომ სახელმწიფომ რაღაც სწორად ვერ დაგეგმა. გასაგებია რომ სახელმწიფო სადაც არის ჩარეული ყოველთვის ხდება ესეთი რაღაცები, მაგრამ ეს რატო ხდება? აი რატო ხდება, რომ არავინ არ ფიქრობს იმ 570,000 საჯარო სკოლის მოსწავლის ოცნებაზე, რომელსაც უნდა უცხოეთში სწავლა და განათლების მიღება. იმიტომ რომ ყველაფერი ფოკუსირებული ამისთვის შევედითო პარლამენტში სხვა შორს ამას ამბობდა აგერ ვიკა ფილფანი გახარიას პარტიის დეპუტატი. ვინც მოექსაკენ კი დაუყარეთ ვინც ჭამს თქო უკვე მე მგონი აღარავინ აღარ. აი დღეს ბიუჯეტის განხილვასაც იმ დროს როდესაც გახარიას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი ბრალი წარდგენა ხდებოდა ისინი ჯიუტად ისხდნენ და უსმენდნენ. პარლამენტში შევიდნენ იმიტომ რომ არანაირი ხედვა არ გააჩნიათ პროტესტის არც მათ ბელაც არ გააჩნია პროტესტის არ დაიჯერეს ბელადი გაექცათ ეს ხალხი აქ უპატრონოდ დარჩა და რაღაც ხო უნდა იკეთებინათ და ადგა და შევიდნენ ეს ხალხი პარლამენტში და ასე დააბინავა. აწ იქ რაღაცა ტრიბუნიდან რასაც შეძლებს ვიკა ფილფანი გახარიას მის წინაშე უკვე მოხსნილი აქვს პასუხისმგებლობა მისი წონით აგერ ხალი პარლამენტში შეიყვანა. ეს იყო და ეს არანაირი ბიძინასთან გარიგება. არაფერი საერთოდ არ არსებობს. არსებობს ის რომ ამას ყავდა აკიდებული ვიღაც აპარატჩიკები, რომლებიც სადღაც უნდა დაებინავებინა, მას შემდეგ რაც გაიქცა და მას შემდეგ რაც საერთოდ ვერ დაინახა ეს პროტესტი სად შეიძლება წავიდეს. ვერ ხედავს მას რომ ბრალი დამთავრდა გახარია როგორც პოლიტიკური ლიდერი? რა საკვირველია გახარია როგორც პოლიტიკური ლიდერი დასრულებულია, მისი პარტიაც დასრულებულია, შეიძლება სახელმა და იმან წამოიმასაქნას ახლა წამოიტივტივოს, მაგრამ როგორც პოლიტიკური ძალა გახარია საერთაშორისო ძებნა მასზე არ გამოცხადდება. სრულიად განადგურებულია, შეიძლება გამოცხადდეს ოღონდ ბაჩილაშვილისგან თუ ბაჩალეიშვილი რა გვარია ბაჩიაშვილისგან. განსხვავებით გერმანიასთან ვერ მოიტაცებენ გახარიას, ისეთ სახელმწიფოშია, მას მე მგონი პასპორტის პრობლემა ქონდა ევროპაში, იმიტომ ვერ გავიქცა და მოუწია წასვლა იქსა და წავიდა და გახარიას შემთხვევაში ძალიან გაუჭირდება ბიძინას, რომ ეხა ამ ქვეყანაში ვინმე გადმოსცეს. ანუ გახარია უსაფრთხოდ იქნება იქ, სადაც იქ არის. მისი პარტია ინერციით გააგრძელებს არსებობას პარლამენტში და არაფერი ოცნების სასაცილო იქნება, ჩვეულებრივად სისტემურ ოპოზიციათაც კი ვერ ჩამოყალიბდება, მაგის შესაძლებლობასაც კი არ მისცემს ბიძინა. უბრალოდ იქნებიან იქამდე, სადაც იქნებიან მილევად რეჟიმში, რაც შეეხება იმას, რასაც მიშა სააკაშვილის მიმართ, გახარიას მიმართ, დანარჩენი ოპოზიციური ლიდერების მიმართ აკეთებს, ეს არის უბრალოდ ახლა უკვე ქართული ოცნების წინაშე, მხარდამჭერების წინაშე, სტატუს-კვო ლოიალისტების წინაშე თავის მართლება, რომ მარტო თქვენ კი არ გტისკავთ ბატონი ბიძინა, აგერ ნახე ნაცები და მოღალატეები, სხვა მოღალატეებიც რა დღეში ყავთ. ხო, ანუ ეხა იგივე ისიც ხო არის რაღაცა ლეგიტიმაცია ჭირდება ყველაზე ავტორიტარულ რეჟიმსაც კი, ანუ მისი ნება უნდა სრულდებოდეს. არა, გატისკოც არის და გატისკოც ახლა 4-დან 9 წლამდე ემუქრებათ ახალი ბრალით, აი იმ 8 პოლიტიკოს ახლა ზურა ჯაფარიძემ მოიწერა ციხიდან და თქვა, რომ როდესაც ეს პირველი ვადა მოიწურება პატიმრობის არსად არ ვაპირებ ქვეყნიდან წასვლას და თუ მომისჯიან კიდევ დაბრუნდებით ციხეში. სწორად ხედავს ზურა იმას, რომ ამას სისუსტისგან აკეთებს რეჟიმი. ეხლა ზურა ოპოზიციაში არის, ხელისუფლებაში არც ყოფილა, ხო? ნაციონალურ მოძრაობის სიაში როცა მოხდა, წააგო ნაციონალურმა მოძრაობამ ის არჩევნები. და მას მერე უყურებს, ხო? ეხლა და დინამიკა შეუძლია დააკვირდეს ხა. ძლიერების პიკში როცა იყო ბიძინა, მაშინ არ უქნია ეგეთი გიჟობები და ეხლა რატო შვება?
ეხა იმიტომ შვება, როცა დასუსტებულია, იმიტომ შვება, რომ ძალის დემონსტრირება უნდა და სისუსტისგან შვება ამ ყველაფერს. თორე ეხა, როცა კონტროვერსიული გადაწყვეტილების მიღება გინდა, მაშინ აკეთებ ამას, როცა ყველაზე ძლიერი ხარ და ყველაზე დიდი მხარდაჭერა გაქვს და ეხა თვითონ არიციან რა მხარდაჭერაა? ხო, მაგრამ თვითონ ოპოზიციამაც ვერ შეძლო, ხომ, რეალურად ავტოკრატიის გამო, იმიტომ რომ ოპოზიცია ვერ გათავისუფლდა პიროვნების კულტისგან, მაგრამ ახლა თავისუფლდება და გათავისუფლდა უკვე. ნაციონალური მოძრაობისგან? მათ შორის და არა მხოლოდ სისტემური ამბავია. აი შეხედა მარტოდ მიშა ხო არა, მაშაში ხო არ არის საქმე. ეხაც ხაზარაძემ გადაწყვეტა არჩევნებში შევარდნა, მე რა რომ მისი ამომრჩეველის დიდი ნაწილი იყო წინააღმდეგი, მე რა რომ მისი ნახევარი პარტია იყო წინააღმდეგი, მე რა რომ მისი ყოფილი პარტნიორები ოპოზიციური პარტიები იყვნენ წინააღმდეგი. აი ფული მაქვს, აი ჩემო მე ვწყვეტო ამ მე უკვეთავ მუსიკას, მე ვიხდი რადგან მე ვიხდიო და შევარდა არჩევნებში და ესეთი რამე გააკეთა, ხო? ეს რომ დემოკრატიული ძალა ყოფილიყო და იქ რომ გადაწყვეტილებების მიღების დემოკრატიული წესი არსებობდეს, ვერ იზავდა ამას ხაზარაძე. ვერ გააკეთებდა წესების შებოჭავდა. ეს არის დაამნიშნულოვანი, რომ ჩვენ შევთანხმდეთ თამაშის წესებზე. ხაზარაძეც თუ გადაწყვეტს, რომ უცებ დემოკრატიული თამაშის წესებით უნდა თამაში, სახელებში და გვარებში არ არის პრობლემა. იმ რაღაცა კოორდინაციაში, რა კოორდინაციაში ჩვენ ვართ, ბევრი ისეთი სახელი და გვარია, რომელიც დასანახად არ მინდა საერთოდ. შეგიძლიათ გითხრათ, აი კოორდინაციაში რეალურად ვინ ხართ? აი ხელი ხა განცხადებები ისი სახელითაც გამოდის, ხო? თან იმითი ანბანით ჩამოვყვები ეს წესი გვაქვს, რომ ძლივს არ არის ჭუბი, ვინ პირველი იქნება და ვინ მეორე. ან სიტყვით გამოსვლებზე ან იმაზე, იმიტომ რომ შეუძლებელი იყო ნაციონალურ მოძრაობასთან ეს ამის გადაწყვეტა იყო შეუძლებელი. ანბანით გამოვდივართ. პირველობა უნდა და არავინ აღარ ჭუბობს. მართლა შაშვის გალობა და ბულბულის ტვენა ისმის, რომ ხვდებით ერთმანეთს, საქმეზე ფოკუსირებულები ვართ. არავინ ერთმან. ნაცები არ არიან შიგ და იმიტომ არ მიდის ჭუბი იმაზე, მიშაზე ისე რატო თქვი, აბა ჩემის, მე რამდენად გავდივარ, მე ყველაზე დიდი ვარ. ანუ თავისუფალია პროცესი ამისგან და ბევრად უფრო ფოკუსირებულები ვართ. ეს არის ახალი გირჩი, დროა, ევროპული საქართველო, მოედანი, ფედერალისტები და ბოლოს შემოგვემატა აი ბოლო აქციაზე ეროვნულ დემოკრატიული პარტიაც. ანუ 7 ვართ და ამის გარდა უამრავი სამოქალაქო ჯგუფია, რომელთანაც თანამშრომლობთ. არანაირად არ გვინდა ეხლა იმის თქმა, რომ რაღაცა ეს სამოქალაქო ჯგუფები ჩვენი პარტიული მხარდამჭერები არიან ან ასე შემდეგ. ესე არ არის, მაგრამ რაღაცა საერთო პროექტი ეს კოორდინაცია მიხარით. აი მაგალითად უნდა მომამზადოთ 28 ნოემბრის აქცია, ხო? 26 ოქტომბრის აქცია. რეგისტრაციის პროექტს ვაკეთებთ, მუშაობთ ამაზე, ხო, რომ სადღაც ერთი 20,000 პროტესტის მონაწილის მონაცემი გავიგოთ, რომ მე გავიგოთ ეს ხალხი რო არსებობს, როგორია ეს ხალხი, რომ მსგავსი ხალხი. ან თქვენ უშუალოდ რეალურად პროტესტის გაძლიერებაზე. პროტესტის გაძლიერებაზე, იმიტომ რომ რაც ხდება, უცნება რომ იფშვნება ეხლა და ესეთი რაღაცები ხდება. ეს სუმა პროტესტის შედეგია. სალომე ზურაბიშვილი არა. ოღონდ რა გვინდა იცი რომ პროტესტის გაძლიერება იმაში კი არ გამოიხატება, მაგრამ რომ აი ეხლა უნდა გადაიკეტოს, რაც ხდება ეხლა რომ მოძრაობს პროტესტი, რო ვერ აჩერებენ. ხო, მაგრამ იქ ხომ შიმშილობენ ადამიანები, ესეც ხდება პროტესტის უკიდურესი ფორმა, ანუ ხო, მე მიმდინარეობს. ყველას მოვწოდებ რომ შეწყვიტოს შიმშილობა. მე არ მიყვარს წამზომის ჩართვა, წამზომი უნდა კონდეს ჩართული რეჟიმი. რატომ ფიქრობთ რომ აზრი არა? იმიტომ რომ ჩვენთვის ჩართულ წამზომად მივიღებთ. ანუ წნეხია იქ რომ ვიღაცა ცუდად გახდეს, ისტრესება პროტესტი, ხო? და პროტესტი გრძნობს თავს უძულურად. და არა ბიძინა ივანიშვილი. არ გილსაუბრიათ ამაზე პირისპირ? მე ყველას გედევან ფოფხაძეს არ უთხარით? მე არ ვისაუბრია გედევან ფოფხაძესთან პირისპირ, ზოგადად ადამიანი როცა საშიმშილო ჯდება, მასთან საუბარს ზედმეტად მივიჩნევ ხოლმე, იმიტომ რომ მინახავს ელენე საშიმშილო დამჯდარი და არანაირი აზრი არ აქვს შეგონებებს. საერთოდ არანაირი აზრი არ აქვს და ამიტომ ხა ამას მე საჯაროდ ვლაპარაკობ. გულისკენა აქვთ მათ რომ რაღაცა სოლიდარობის ჯგუფი არ არსებობს რეალურად და მალე ერთმანეთს ვერ მოვუვლით. სოლიდარობა არის ეს, რომ ანუღა შიმშილობთ. ადექით, წამზომი ნუ გაქვთ ჩართული ჩვენთვის. ანუ ჩვენ ვამონათებთ, ხო? ეხა ბიძინა ივანიშვილს საერთოდ წარფსაც არ იხრის და გეხართ და თურმე ჩვენ საყედურობთ, რომ რაღაც სოლიდარობის ჯგუფი არ შევქმნით, გედევან ფოფხაძისთვის. ნუ შიმშილობთ, ნუ რავინ. ფეხზე კიდია ბიძინას თქვენი შიმშილობა და ჩვენზე გადმოდის ეგ წნეხი და პროტესტის მონაწილეებზე გადადის ეს წნეხი და პროტესტს წარმოაჩენს სუსტებად. და ეს იყო ჩემი პოზიცია ყოველთვის შიმშილობასთან დაკავშირებით და იმას გავიმეორებ ეხაც. სალომე ზურაბიშვილზე გკითხეთ და უნდა დავასრულო. აი ამ პროცესში, აი კოორდინაციაში, კარგია უკვე რომ რაღაცა ფორმა მაინც გამოიხატა, სახელი დაერქვა, იცი? ერთიანობას ძალიან ბევრს აღიზიანებდა. კოორდინაცია. ანუ არავის არ ეხამუშება შეიძლება ასე ითქვას. ამ კოორდინაციაში სალომე ზურაბიშვილი არის? კი, რა საკურველი არის საგარეო თემას, ანუ ჩემი აზრით ალტერნატივაა საგარეო თემა. რა ფუნქციაა? არა, აქციაზეც ახლა ერთად ვიყავით, ხო? ამ აქციას, ანუ ყველაფერში მონაწილეობს, მაგრამ პროცესში სალომე პრეზიდენტის როლი არის ძირითადად საგარეო წარმომადგენლობა, რა როლიც აქვს პრეზიდენტს, ის როლი აქვს შენარჩუნებული, რა საკურველია ყველაფერ სხვაში მონაწილეობა.
მონაწილეობს და კოორდინაციაში ვართ მასთანაც, აქციები იქნება ის თუ რაღაც სხვა პროექტები თუ თანამშრომლობის შესახებ იდეები, ამასთან მუდმივ კომუნიკაციაში ვართ, მაგრამ ამის მიღმა ჩემი აზრით სალომე ზურაბიშვილა ჩვენი პარტიის აზრით უალტერნატივოა დღეს საგარეო ფრონტზე რომ წარმოადგინოს ჩვენი ინტერესები და საბოლოო ჯამში საერთაშორისო თანამეგობრობის თქვათ ერთგვარი როგორ თქვა პარტნიორობით მე უკვე შევძლოთ ჩვენ თავისუფალი არჩევნების ჩატარება და ეს არჩევნები ვიღაცა ანუ მაინც გარიყეთ ნაციონალური მოძრაობა აი ამ 8-ანიდან. მე არ გამირიხავს არავინ დემოკრატიული თანამშრომლობაა მნიშვნელოვანი ანუ თავს ნიშნავენ ნაციონალური მიშა სააკაშვილი რიყავს ხო რომელიც იმის შესაძლებლობასაც არ გვაძლევს რომ როცა რაღაცა ევროპულ ინტეგრაციაზე ვატარებთ აქციას პატივი გცეს სხვა პარტნიორი პარტიის თუ პარტნიორობა უნდა ჩვენთან ლიდერებს და თავზე ნუ გვაფხატებს ამ თავის ხატს. ხო, არ აქვნა შენ თავისა კერპი, არცა ყოვლადე მსგავსი, არ ამსახურებდე მას. არ ვიცი, ეს არის წესი, ხო? ამ წესზე გაიზარდა თაობები, დასავლურ ქრისტიანულ ცივილიზაციისკენ მივისწრაფით. კერპებს რატომ ადებ თავზე? თამარ და ლელოსთვის კიდია კარი ღია თუ დაიხურავა საბოლოოდ. კიდევ ერთხელ დემოკრატიული თამაშის წესებზე ვინც შევთანხმდებით, ხო? ყველასთვის ღია. მე უბრალოდ არ მჯერა მამუკა ხაზარაძესთან, რომელიც ყველას თავის რაღაც დაქირავებულად განგვიხილავს, არ შეუძლია თანასწორი პარტნიორობა უბრალოდ ვერ ხდება რომ ამ პოლიტიკაში მარტო გადახდა არ არის საქმე. თორე როში იყოს მარტო გადახდა საქმე იყიდდა ხო ეგეც და ვერ ყიდულობს. ვერ ყიდულობს რო ყიდო იყოს შესაძლებელი ხო იყიდდა ჭკვიან ხალხს. ვერ ყიდულობს. და ამიტომ თუ შეწყვეტს ჩვენი მისი პარტნიორების დაქირავებულება ყურებას, რომ მისი რაღაცა დავალებები უნდა შევასრულოთ. თუ შეეგუება იმას, რომ მისი ყველაფერი ჩვენ არ მოგწონს და ამის შესახებ საჯაროდ ვილაპარაკებთ. და ამიტომ რომ ჩერგო მაკრიტიკებს და ამიტომ TV პირველმა უნდა დაბლოკოს და არ გამოჩნდეს ეთერში, ხო? სასაცილოა, კომიკურია. ისე კიდევ ერთ თემაში მოხვედით წინააღმდეგობაში ლელოსთან, ეს ეხება პროტესტს არაბული ინვესტიციის იგილხილსის. მე მამუკა ხაზარაძესთან მაკითხვა რომ რა, ანუ შეიხმა ნახიანმა რომ საქართველოში 6 მილიარდიანი ინვესტიციის განხორციელება მოინდომოს ჩვენი ხელისუფლების პირობებში, ის უარ სიტყვის, იმიტომ რომ არაბები არიან. მე რამდენიც არ უნდა იყვიროს იმაზე, რომ აი ეს იმიტომ რომ არაბები არაფერ შუაში, აი კონტრაქტია დაფარული. ამ სახელმწიფოში ყველაფერი არის დაფარული. სახელმწიფო არის მიტაცებული, სახელმწიფო არის გადაქცეული ბიძინა ივანიშვილის ბოსტნად. 1700 ბავშვი რომ მის ინსულინის გარეშე რჩება. 570,000 ბავშვი რომ საზღვარგარეთ უცხოეთში სწავლის, რავი, აი გენეტიკური კოდი რაც არის ჩვენი, აი ქართული ღრმა ტრადიცია დასავლეთში განათლების მიღება და დაბრუნება, ხო? ამ ოცნებას რო უკრავ. შენ არაბულ ინვესტიციას არაბებს რატო ეცი მაინც და რატო ეცი იმ შეიხს, რომელიც ამერიკის არაბულ სამყაროში ყველაზე მჭიდრო სავაჭრო პარტნიორია და რავი, აგერ მაისში იყო ტრამპი ჩასული მაგტურის ფარგლებში და 1,6 ტრილიონი. მერე დაიწყებენ განსხვავებებში, აქ ხელოვნური ინტელექტია საუბარი, აქ მიწაზე არ არსებობს ხალხო არანაირი ინვესტიცია, ყურადღების გადატანის მცდელობა. ივანიშვილმა უბრალოდ სცადა რომ აი ჩვენც ვდებთ ინვესტიციას და აჩვენოს, იმიტომ რომ რეალურად მძიმე მდგომარეობა აქვს მაგ თვალსაზრისით, მხოლოდ და მხოლოდ რუსეთზეა ჩამოკიდებული და სათხოვ არასავით არც ვიცი ეგრე ქონდა დაგეგმილი თუ არა, დაეტაკნენ ესენი არაბებს და რა ხდება იცი ემა? რამდენი რუსულ პოლიტიკაზე ახლა ვიდეო ჩავწერე ან რეჟიმის რუსულ პოლიტიკაზე ვიღაცა ბოტები მესევიან სამთავრობო ბოტები არიან სავარაუდოდ მაგდენი ჭკუა იყოფოდათ რომ რა დროს რუსეთია როცა რაღაცა ვირტუალური არაბების შემოსევაზე ლაპარაკობს ეს ხალხი და რა დროს ვირტუალური არაბეთის ურდოები არის ხალხო ანუ მე რა არის იცი რომ ყველაზე უსინდისობად რა მგონია იცი რომ როდესაც შენ იცი რომ რაღაც ისტორიული შიშები არის ჩაბუდებული ადამიანებში და ზოგადად ძალიან ევოლუციურია უცხოს მიმართ შიში და პოლიტიკური ლიდერი ნაცვლად იმისა, რომ პასუხისმგებლობით მოეკიდო ამ შიშს და ისეთი რამე ილაპარაკო, რაც საბოლოო ჯამში შენ თვითონვე შენივე სიტყვების მძევლად არ გაგცევთ. მე ვაპირებ ამ ქვეყნის მთავრობაში მოსვლას. და არაბულ ინვესტიციასაც ჩავადებინე მენდომება. ვინ ატრებ არაბულ ინვესტიციაზე? ზოგადად იქნება თავისუფალი სასამართლო. იქნება შეკავების და გაწონასწორების ისეთი მექანიზმები. ფუნქციონალური პარლამენტი, რომ ეს ყველაფერი მოხდეს გამჭვირვალედ. ივანიშვილის რეჟიმია პრობლემა, რომელიც ესეთ გარიგებებს, რომელიც ჩემი აზრით უბრალოდ ვირტუალური გარიგება არანაირი გარიგება სამართლამდე თეორიულადაც კი გამორიცხულია, ასე ვთქვათ, საპარლამენტო არჩევნების. არა, ლაპარაკობთ. აი როგორც აი ხა თეორიულად გამორიცხული. ერთი ექსიტვის ტიპი იმას შენთვის რო ეთქვა, რომ ღარიბაშვილს დაიჭერს ბიძინა ივანიშვილი და ღარიბაშვილის სახლში შევარდება და 7 მილიონს ამოიღებენ და მთელი ქვეყნის წინაშე შეარცხვენენო. რამდენად რეალისტური მოგეჩვენებოდა?
ну მას შემდეგ რაც თვითმფრინავის სკანდალი გასკდა, ხა ყველას ჰქონდა ესეთი მოლოდინი, ესეთი პირდაპირი მოლოდინი არა, მაგრამ ყველას ჰქონდა მოთხოვნილება, რომ რეალურად ასე ვთქვათ, მოთხოვნილება რამდენი რამის ხო, ბევრი რამის მოთხოვნილება, მე შენი მოთხოვნილება არაფერ შუაში არ არის, ხო, რეალურად მოხდა ის, რომ დიდინა ივანიშვილმა იეჭვიანა ადამიანზე, რომელიც იყო არარავობა, მოიყვანა, გაამდიდრა, ჩააცვა, დაახურა, კაცადაქცია, ასე ხედავს და ამასობაში ბიძინა დასანქცირებულია და ეგ არა. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა თამარ ჩერგოლეიშვილს, ფედერალისტების ლიდერი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. რეკლამის შემდეგ პაატა ბურჭულაძის შვილი, შუქრი ბურჭულაძე შემოგვიერთდება, მოგვიანებით გედემ ფოფხაძეს ჩავთავთ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან. გადაცემა 360 გრადუსი დაბრუნდა ეთერში 8 დეკემბერი სასამართლო პროცესი, როდესაც პაატა ბურჭულაძე აპირებს გააკეთოს განცხადება. ახლა რადგან ის მოკლებულია ამ შესაძლებლობას ძალიან მოკლე წერილით, რა თქმა უნდა, რომელიც გამოატანა, მოდი ასე ვთქვათ, ადვოკატს გამოხმაურა სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომელსაც მან სამარცხვინო უწოდა, რომ თურმე ეროვნული კრება ყოფილა რუსული სპეც ოპერაცია და ის ამბობს, რომ პირველივე შესაძლებლობისთანავე ის მიაწვდის სრულ ინფორმაციას საზოგადოებას, რადგან ვიცით, რომ პირველი ასეთი შესაძლებლობა მას 8 დეკემბერს ეძლევა, ბუნებრივია არის მოლოდინი, რომ შესაძლებელია უფრო მეტი გავიგოთ მათ შორის 4 ოქტომბრის მოვლენების შესახებ. შუქრი ბურჭულაძე, პაატა ბურჭულაძის შვილია ჩვენი გადაცემის სტუმარი. მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ჩვენ გვახსოვს, რომ პაატა ბურჭულაძე დააკავეს კლინიკიდან და შესაბამისად პირველ რიგში გვაინტერესებს, როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და როგორია ციხეში მისი პირობები. საკანში ალბათ სამარტო საკანშია, აქვს თუ არა ყველა პირობა სრულფასოვანი არსებობისთვის. მოგესალმებით, საღამომშვიდობის. ატან ძალიან მხნედ არის, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგია. ის კვლავ არის ბრძოლის ხასიათზე, ესე რომ ვთქვათ და არაფერს არ ნანობს, რაც გააკეთა. რაც მოხდა და მისი ნაბიჯები როგორიც იყო, მისი ნაბიჯები. თქვენი კომუნიკაციის ერთადერთი, ასე ვთქვათ, წყარო არის ადვოკატი. სხვა კომუნიკაციის შესაძლებლობა თქვენ მასთან არ გაქვთ და თუ დაუშვათ უნდა რაღაცა გადმოგცეთ, აი ასე როგორც ახლა ადვოკატის საშუალებით წერილი შემოუთვალა საზოგადოებას, ასე კომუნიცირებს თქვენთანაც? დიახ, ჩვენ მხოლოდ ადვოკატით გვაქვს მასთან კომუნიკაცია. მას აკრძალული აქვს როგორც მიმოწერა, ასევე პაემნები და ასევე ტელეფონით დარეკვა. ხო, მე მინდა დავაზუსტო, მე მგონი შევცდი 8-ში სასამართლო პროცესი კი არ არის, 8-ში მას ეს აკრძალვის ვადა ეწურება, ხო? დიახ. და ექნება შესაძლებლობა უფრო ასე ვთქვათ. ნახოთ, არ ვიცით, ხო ეს რაღაც ისეთი ვადა არის. გამოაქვეყნოს. დიახ, არ ვიცით. შეიძლება გახანგრძლივდეს კიდეც და არც 8 დეკემბრის შემდეგ არ ქონდეს ასეთი ვრცელი წერილის გამოქვეყნების შესაძლებლობა? ყველაფერია შესაძლებელი, ხო იცით ამ ხელისუფლების პირობებში არაფერი გასაკვირი არ იქნება, ხო და აი ვნახოთ როგორ იქნება, ვნახოთ, დაველოდოთ და ვნახოთ. თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ? ან კარგი რა მოლოდინი გაქვთ? აი რა თუ მიეცა შესაძლებლობა, რა შეიძლება თქვას 8 დეკემბერს პაატა ბურჭულაძემ და რატომ გააღიზიანა აი ასე სალომე ზურაბიშვილის აი ამ შეფასებამ, როდესაც მან თქვა, რომ ეს იყო რაღაცა რუსული სპეცოპერაცია და რაღაცა რუსული სცენარით წარმართული, ასე ვთქვათ, პროტესტი, რომელიც გაყიდესო, ასეთი რამ თქვა სალომე ზურაბიშვილმა. ხო, მე შემიძლია მხოლოდ ვივარაუდო, იმიტომ რომ როგორც იცით თქვენ არანაირი კავშირი პაატასთან არ გვაქვს, არ მაქვს არც მე და არც ჩვენ არც ერთ ოჯახის წევრს და შემიძლია მხოლოდ ის თქვა, რომ რა თქმა უნდა გაღიზიანდებოდა ის, როდესაც ესე იგი მას ცილს წამებენ, ხო? და საერთოდ იმ კრებას, იმ მოძრაობას
რომელიც ესეთი მნიშვნელოვანი იყო ასევე ჩემი აზრით და მისი აზრით, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ის დარწმუნებული იყო ამაში საქართველოსთვის. და ეს არანაირი სპეცოპერაცია არ ყოფილა, ეს იყო სპეცოპერაცია, უფრო იყო ის, რომ რუსული სპეცსამსახურები ჩემი აზრით დარწმუნებული ვარ, რომ ჩარეულები იყვნენ იმაში, რომ ეს ყველაფერი ჩაეშალათ, რაც მათ გამოვიდათ სამწუხაროდ. დანარჩენი ეს მოძრაობა იყო სრულიად ქართული და სრულიად გულწრფელი. მე იქიდან შემიძლია ეს ვთქვა, რომ პაატასთან ურთიერთობის დროს ის ყოველთვის უსვავდა ხაზს იმას, რომ ყველაფერი იქნება მშვიდობიანი, ეს ესე იგი კრება, სახალხო კრება იქნება მშვიდობიანი და ყველაფერი იქნება კარგად. მხოლოდ ეს ინფორმაცია. კი ბატონო, მე მესმის და ვიცით ყველამ რომ თქვენ შეზღუდული გაქვთ კომუნიკაცია, ანუ არ ქონიათ შესაძლებლობა რაღაცა ინფორმაციის აზრთა გაცვლა გამოცვლის მამასთან, მაგრამ საკმაოდ დრო გავიდა 4 ოქტომბრის შემდეგ იმისათვის რომ ჩვენ რაღაცებს დავაკვირდეთ, ხო? გარკვეული შეფასებები გავაკეთოთ. აი ვიტყვი გავიმეორებ იმას, რასაც გეუბნებოდით ეთერს მიღმა. აი აქ ამ სკამზე სადაც ახლა თქვენ ბრძანდებით 4 ოქტომბრამდე არაერთი პოლიტიკური პარტიის ლიდერი ყოფილა ჩემთან სტუმრად, რომელიც არ იყო საორგანიზაციო ჯგუფში, მაგრამ საჯაროდ მხარს უჭერდა ამ პროტესტს, ხალხს მოუწოდებდა აი ამ მშვიდობიან რევოლუციაზე მისულიყო თავადაც იზიარებდა იმ მოლოდინებს, რომ იმ დღეს დამთავრდებოდა ქართული ოცნება და შემდეგ ვნახეთ ძალიან მალე 4 ოქტომბრის მოვლენებიდან, როდესაც ამ ადამიანებმა ყველანაირი პასუხისმგებლობა მოიხსნეს, თქვენს რომ მათ წარმოდგენა არ ჰქონდათ რა იგეგმებოდა, მეტიც ზოგმა პირდაპირ განაცხადა, რომ მოწოდების შემდეგ დარჩა რუსთაველზე, საერთოდ არ წასულა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან. აი ამ ყველაფრის შემხედვარე თქვენ რა შეფასებების გაკეთება შეგიძლიათ? ხომ არ მოხდა ისე, რომ ამ ადამიანებმა პოლიტიკოსებმა, რომლებიც მზად იყვნენ თითქოს პაატა ბურჭულაძესთან მხარ-დამხარ ებრძოლათ, მისი დაკავების შემდეგ უბრალოდ ხელი შეახოცეს ამ 5 ადამიანს, რომელიც თითქოს და ხუთი მხოლოდ გეგმავდა ხელისუფლების გადატრიალებას. იცით რა შეასაქმე? მე ვერ გეტყვით რამდენი გეგმავდა, შეიძლება მართლა 5 გეგმავდა ხელისუფლების გადატრიალებას, ოღონდ არა. ანუ მშვიდობიანი გზით ხელისუფლების გადაბარებას, როგორც ვიცით, ხო, როგორც ტელევიზიებში ამას ყოველთვის აცხადებდნენ და ანონსებდნენ. ვერ გეტყვით ახლა სხვები იყვნენ ჩარეულნი, არ იყვნენ ჩარეულნი. ყოველ შემთხვევაში რაღაც მომენტში მათი მესმის მე, იმიტომ რომ დღეობით ქვეყანაში ისეთი სიტუაცია რეჟიმი, რომ აი ეს რეჟიმი ძალიან საშიშია. ასე რომ სიფრთხილე უფროს ციხის? ანუ ეს ადამიანები ხო წავიდა ციხეში, თქვენ ამბობთ პაატა ბურჭულაძე 75 წლის არის, ხო? 11 წლის არის, ხო? ის არის მხნეთ ციხეში, ანუ რა თქმა უნდა, ის არის ადამიანებს როგორც ჩვენ ყველამ ვიცით და ამიტომ ასე ვთქვათ. კი, ხო, ანუ არ მინდა ეხა მე რაღაც მოიხსნეს პასუხისმგებლობა? ხო, არა, პასუხისმგებლობა ჯერ ქონდათ საერთოდ პასუხისმგებლობა, არ ვიცით, ანუ ისინი პასუხისმგებლობა, როდესაც შენ თვითონ იზიარებ ხო პროტესტის ამ ფორმას მოწოდებებს იზიარებ მშვიდობიანი რევოლუციის ქვეშ მიმდინარე პროცესს უერთდები და შენი სახელით მოუწოდებ კიდეც ხალხს რომ გამოვიდეს და შემოგიერთდეს და მე აღმოჩნდება ისე რომ იხსნი ხელს იბან ამ ყველაფერზე. დიახ, ანუ როგორი სიტუაციაა, რომ ესე იგი ის ხალხი თვითონ იყო თუ არა ორგანიზატორი ამ მსვლელობის კი არა ამ სახალხო კრების მე არ ვიცი, ვერ გეტყვით. ის რომ მხარს უჭერდა ძალიან ბევრი, ეს ვიცი. რაღაც დონეზე შეიძლება საწყენი იყოს ის მომენტი, რომ მანამდე ძალიან ისეთი გამოხმაურება ქონდა, რომ აი ყველა აბა მიდით და აბა თქვენიცით და აბა ანუ მამაჩემზე მეუნებოდნენ, რომ აი ყოჩახ პაატა და ყოჩახის და რაღაცა და მაგრამ ნუ ეს რა თქმა უნდა რაღაც დონეზე ვიღაცები კვლავ ჩვენ გვერდში დგანან, კვლავ სულ პაატას კითხულობენ, მაგრამ ნუ ვიღაცები ცდილობენ პოლიტიკური ქულების დაწერას
რა თქმა უნდა, ვიღაცებს შეიძლება არც მოუკითხიათ. ვინ არიან ესენი პოლიტიკური? მე არ გთხოვთ სახელების და გვარების დასახელებას. ესენი არიან პოლიტიკური პარტიები, ლიდერები, ვისაც არც კი მოუკითხავს პაატა ბურჭულაძე დაპატიმრების შემდეგ მისი ოჯახის საშუალებით? არიან ასეთები? მე ვერ გეტყვით, არ მახსენდება ახლა კონკრეტულად ვისთანაც მე ურთიერთობა მაქვს და ვისაც მე ვიცნობ, ჩემთან ყველა მოიკითხა. ყველა ჩვენ გვერდში არის, ან შეიძლება ისინი, ვისაც მე არ ვიცნობ, ისინი ესე იქცეოდნენ, მაგრამ ესე კონკრეტულად ვერ გეტყვით რა. მაგრამ მთლიანობაში, რა თქმა უნდა, სანამ ეს მოხდებოდა, მოლოდინი იყო ძალიან დიდი და ყველას უნდოდა, ესე იგი, ამ კრების და ამ აღსანიშნაობის ნაწილი ყოფილიყო. ხოლო მე შემდეგ როდესაც ესე იგი რაღაცა ისე არ წავიდა და ეს არ ვიცი ჯერ რა წავიდა არასწორად, ხო? შემდგომში მე რა თქმა უნდა დისტანცირდნენ და მართალი გითხრათ ეს რაღაცნაირად ლოგიკური და ბუნებრივია. სოფლიოში და ძალიან არ გაკვირვებია ეხლა ჩვენ ეს ჩვეულებრივია. შეგახსენებთ რომ პაატას მამაჩემის ესე იგი მთელი სული და გული იყო იავნანა, ფონდი იავნანა და რასაც ის აკეთებდა და აი სასწაული აურატრიარებდა იქ ყოველთვის, როდესაც მასთან მივდიოდი სტუმრად, რა ვიცი, აი სულ სიკეთეზე იყო საუბარი, სულ სიკეთე ხდებოდა ყველაფერი და შემდგომ იმ დეზინფორმაციით, რაც ბიძინა ივანიშვილმა და ქართულმა ოცნებამ მე მიაყენა ზიანი იავნანას და პაატას მაშინ უფრო დიდი უარყოფა მოხდა და ამაზე უფრო ეს უფრო ეწყინა მას მაშინ მართალი გითხრათ ვიდრე ახლა. სხვა შორის არც იმის შესახებ მსმენია დეტალები, აი ბატონი პაატას დაკავების შემდეგ საგამოძიებო მოქმედებები როგორ გაგრძელდა, თქვენთან სახლში იყო ჩხრეკა, ამოიღეს რამე? ჩემთან არა. ბატონი პაატასაც ბატონ პაატასთანაც არ იყო როგორც არაფერი არ მოუღიათ, არ აინტერესებთ მაგალითად. ხო, აი ვერ გეტყვით. ანუ რა აქვთ მისი პირადი ნივთები ახლა, რისი საშუალებითაც დაუშვათ შეუძლიათ დაადგინონ, გეგმავდა თუ არა პაატა ბურჭულაძე ხელისუფლების კონსტიტუციური წყობილების დამხობას, ტელეფონი მხოლოდ? ვერ გეტყვით. მე ვერ გეტყვით, საერთოდ წარმოდგენა არ მაქვს. ტელეფონი როგორც ვიცი, მან დაკარგა იმაში, რა ვქვია, ძალიან ისეთი აურზაური იყო და ან ტელეფონის არ არის ამოღებული გამოძიების მიერ მისი? არ ვიცი, ზუსტად არ ვიცი რა აქვს, იმიტომ გამოძიება არ გვეუბნება. კიდევ სტეფანო, სახლში ჩხრეკა არ ჩავატარებულა მისი პირადი ნივთები, არ ვიცი, კომპიუტერი, რაღაცა დოკუმენტაცია. არა, მე როგორც ვიცი, არა. ჩვენ ხო ცალ-ცალკე ვცხოვრობთ და მე რომ ყოფილიყო მეცოდინებოდა, ხო? ყოველ შემთხვევისთვის ხო გაგაგებინებდნენ, ხა ჩუმად მალულად ხო არ შევიდოდნენ იმედია. დიახ, ანუ რაღაც რომ ყოფილიყო მეცოდინებოდა, მაგრამ რა თქმა უნდა ისა არ ვიცი. მე მახსოვს, როცა ეს ბატონი პაატა დააკავეს, მალევე რამდენიმე საათში ჩვენი გადაცემის სტუმარიც იყავით და სხვა ეთერებშიც საუბრობდით ღალატზე. დაადგინეთ ვინ არის მოღალატე? არა. სავარაუდო? არა, იმიტომ რომ მე ჩვენ ანუ პაატა არ გვერდა ოჯახის წევრებს არავის, საერთოდ ჩვენ საერთოდ არანაირ დეტალებზე არ გვესაუბრებოდა. ან მხოლოდ მანიცის ვინ უღალატა აი ამ პროცესს ფიქრობთ? მხოლოდ მან სავარაუდო, ანუ ეს თვითონ უნდა თქვას, ვერ გეტყვით. ანუ წარმოდგენა არ მაქვს თვითონ რა იცის. ჩვენ ერთადერთი ჩვენ არ გვერდა არაფერში, ჩვენ არაფერში არ ვერეოდით. უბრალოდ მასთან ქონა კომუნიკაცია და რა თქმა უნდა, მამაჩემია მე და ჩემი ძმა ჩვენ ყოველთვის მის გვერდში ვიდექით და ვიდგებით კიდევაც ყოველთვის ჩვენ ერთი ოჯახი ვართ და ეს იყო და ეს თორე ისე დეტალებში საერთოდ ჩვენ არ ვიყავით ჩარეული ესე რომ ვერ ვიტყვი ვერანაირ ინფორმაციას ვერ მოგცემთ ახლა რა საერთოდ რა ხდებოდა იქ საერთოდ როგორ უნდა წასულიყო ყველაფერი ისიც არ ვიცოდით აი რაც თქვენ იცით სიტყვაზე ზუსტად იმდენი ვიცით ჩვენ. თუმცა თქვენ თქვით რომ დარწმუნებული ვარ რომ რუსული სპეცსამსახურები იყვნენო. დიახ, დარწმუნებული ვარ ამაში, იმიტომ რომ ფაქტია რომ ყველაფერი ისე არ წავიდა. ანუ თვითონ აი ორგანიზატორებში
რუსული სპეცსამსახურების ხელიერია? ანუ მე რუსული სპეცსამსახურები რატო ვთქვი, იცით რომ აი ამ ღობეს რაც შეეხება, მე კადრებიდან რაც ნახე, ეს ღობე იყო რა თქმა უნდა გადაჭრილი, ვიცი ხა. მაგას რაც ტელევიზორში მოქვს ნანახი და აი კამერამ რაც დააფიქსირა რომ ესე იგი ზუსტად ესე ხაზი არის გადაჭრილი და იქ ის მომენტიც არის ნაჩვენები, როდესაც ეს 3, 4 თუ 5 ახალგაზრდა გადაცმულები, არ ვიცი ვინ არიან, მიდიან და აი ესე რაღაცნაირად ხელით იმაშვებიან რა და არანაირ ძალას თითქოს არ ატანენ, როგორ ვარდება და ერთ მათგანს მე დავაკვირდი რომ უკვირს კიდევაც, გაუკვირდება, უცბად რა მარტივად ვარდება ეს და შეშინებული უკან იწევს რა, ანუ ეს ან წინასწარ იყო მომზადებული, მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ წინასწარ იცოდნენ მათ რა მიმართულებით წავიდოდნენ პროტესტის მონაწილეები. ანუ ეს ნიშნავს იმას, რაზეც თქვენ ეჭვობთ, რომ ვიღაცამ შიგნიდან გაყიდა ეს პროტესტი. არ ვიცი, ამას გულისხმობს თუ არა სალომე ზურაბიშვილიც, როდესაც ამბობს, რომ ანუ იყო გაყიდული რა ფორმით და ვის მიყიდეს, არ ვიციო, მაგრამ უნდათ რომ ცეცხლის ალში გახვეულიყო პრეზიდენტის სასახლე და შემდეგ ეს კადრები, ამ კადრებს მოევლო მსოფლიო, რომ ეს პროტესტი რეალურად არ იყო მშვიდობიანიო. ანუ ერთ-იგივე რაღაცაზე ხო არ საუბრობთ? ვერ გეტყვით, არ მგონია, ანუ თუ სალომე ზურაბიშვილი იმას გულისხმობს, რომ ეს იყო ორგანიზატორების მიერ გაყიდული, მე ამას არ ვეთანხმები. ჩემი აზრით, ეს არ არის სწორი. თუ ის გულისხმობს იმას, რომ აქ რაღაც სხვანაირი ის იყო გადმობირება ვიღაცის და რაღაცა, ანუ ეს დაგეგმილი იყო იმ ხრივ რომ გადაჭრილი იყო მაგალითად ღობე რომ ის და იყო როგორც ვიცით მე მართულებით დამაგრებული რომ მარტივად გადავარდნილიყო მაშინ სავარაუდოდ დიახ მაგრამ რას გულისხმობს ქალბატონი სალომე ანუ არ ვიცი ვერ გეტყვით ну ყოველ შემთხვევაში მას არ ქონია კომუნიკაცია თქვენთან უშუალოდ ან მას არ მოუკითხავს პაატა ბურჭულაძე აი ოჯახის საშუალება რა ცნობა სულ არ ჭირდება ხა იმას რომ იმიტომ რომ მე მახსოვს პაატა ბურჭულაძეს ქონდა მასთან კომუნიკაცია სურვილი შემდეგ უკვე ბოლო პერიოდში ამბობდა რომ რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი იყო მისი მხარდაჭერაც გამოცხადებული ის იყო კიდეც ხო როგორც ვიცით აქციაზე გამოსული კი აქციაზე ამ საყვედურობდნენ კიდეც ქართული ეთნობის წევრები და პირიქით მასაც აკისრებდნენ გარკვეულწილ პასუხისმგებლობას 4 ოქტომბერთან დაკავშირებით ამიტომ აი რადგან სალომე ზურაბიშვილი ვახსენეთ ამიტომ მოვიკითხე რომ მასაც ხომ არ მოუკითხავს არა არ მოუკითხავს მას არანაირად ჩემთვის ეს უცნობია რომ მას მოიკითხე ჩემთან ყოველ შემთხვევაში არ ქონია არანაირი კომუნიკაცია და არც ერთ ჩვენი ოჯახის წევრთან მაგრამ ხო რა ვიცი აბა ესე იმაშკება რა და მე ვფიქრობ უბრალოდ რომ 4 ოქტომბერი მთლიანობაში იყო შეიძლება წაგებული ბრძოლა მაგრამ რა თქმა უნდა ხედავთ რომ ომი გრძელდება ყოველდღე რუსთაველზე გამოდიან გამოდის ხალხი აქტივისტები გამოდიან და ისინი ესე იგი აპროტესტებენ ამას თავისი ჯანმრთელობის და თავისუფლების ხარჯით და ეს გრძელდება ყველაფერი და ეს 4 ოქტომბერი იყო თითქოს კატალიზატორი ამ პროტესტის რომელმაც მიცა კიდევ უფრო მეტი საშუალება და ენერგია ამ პროტესტს რომ გაგრძელდეს ეს პროტესტი ასევე გავიდეს საქართველოს საზღვრებს გარეთ და უფრო ყურადღება მიიქციოს რა ხდება საქართველოში. კი ბატონო, აი პროტესტი ახსენეთ თქვენს და ველოდებით ახლა პირდაპირ ჩართვას პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან, სადაც ვიცით რომ ადამიანების ჯგუფი, მათ შორის პოლიტიკოსი გედევან ფოფხაძე შიმშილობს და ისინი აი ამ პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ. ახლა რთულია ბევრ თემაზე ვისაუბროთ გამომდინარე იქიდან რომ თქვენ არ გაქვთ შესაძლებლობა მამასთან ციხეში კომუნიკაციის ამ შესაძლებლობას ძალიან ბევრი პატიმარი არის ყოველ შემთხვევაში ამ საქმეზე დაკავებულებიდან უმეტესობა სწორედ ამ შეზღუდვების ქვეშ მოექცა ალბათ
ნახოთ როგორ გაგრძელდება მოვლენები და რაღაც უცნაური შეზღუდვა არის, რომ ესე იგი ოჯახის წევრებს არ შეეძლოთ აემანზე მისვა ან ტელეფონზე და საუბარი ან წერილის მიწერა თუნდაც ხო ეს ხო გადის ყველაფერს. ჩემი აზრით ეს რაღაცნაირად უფრო რეჟიმის სადამსჯელო სანახაობაა, რომ აი ჩვენ ესეთი მკაცრები ვართ, რომ სხვამ არავინ არ გაბედოს მსგავსი რამ. თორე საერთოდ როგორ უნდა შეუშალოს ახლა ხელი გამოძიებას. იქნებ რა ვიცი მნიშვნელობიდან გამომდინარე. რა მნიშვნელობიდან გამომდინარე. ისეც ვიცით რომ ყველაფერი ისმინება. მათ შეუძლიათ რომ მაგალითად პაემანს ბადრაგი დაესწროს, ხო? და ვინ უნდა მივიდეს ხა პაემანზე? ოჯახის წევრები, მისი ორი შვილი, მეუღლე და შვილიშვილები და აქ რა უნდა მოხდეს ახლა, ხო? არა, ეს ამაზე არ არის საუბარი. ანუ ეს ჩვეულებრივად რეჟიმმა რომ ჰუმანურობა გამოიჩინოს და ადამიანის უფლებები არ დაარღვიოს, ჩვეულებრივად უნდა დაუშვათ. მათ შეიძლება აუგრძალონ მის თანამებრძოლებთან შეხვედრა, ხო? ან ვიღაცას აი ესეთ ადამიანებთან შეხვედრა, მაგრამ ოჯახის წევრებთან, რომლებიც მით უმეტეს საერთოდ არანაირად არ იყვნენ ამ საქმეში, ესე იგი გარეული. მადლობა. შუქრი ბურჭულაძეს, პაატა ბურჭულაძის შვილი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. გედევან ფოფხაძე, კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ-ერთი ლიდერი უნდა ჩავრთოთ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან. მოგესალმებით ბატონო გედი, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. პირველ რიგში დავინტერესდებოდი როგორია თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა, როგორ გრძნობთ თავს? მოგესალმებით, მადლობა ჩართვისთვის. მიუხედავად იმისა, რომ შიმშილობის მე-16 დღეა თავს ნორმალურად ვგრძნობთ, ექიმები გვამოწმებენ, სასწრაფოს ვიძახებთ. ის ჩვენი მოთხოვნა, რომ 24 საათიან რეჟიმში ყოფილიყო სასწრაფო არ შესრულდა, მაგრამ ჩვენ მაინც ყავს ჩვენი ისე ვთქვათ გულშემატკივარი ექიმები, რომლებიც ჩვენს ესწრებოდნენ, სასწრაფოსაც ვიძახებთ. ჩვენ თვითონ მოდის გვამოწმებს ყველა ნორმას ვაკონტროლებთ, შესაბამისად აქციის მონაწილეებს ჯერ ისეთი პრობლემა არაფერი არ გვაქვს გარდა საერთო სისუსტისა, რომ აქციას ამან ხელი შეუშალოს. ამიტომ მოთხოვნები უცვლელი გვაქვს და აქციას ვაგრძელებთ. ბატონო გედი, აი დღეს არის 4 შაბათი, ხო? თქვენი შაბათის განცხადება ვნახეთ, სადაც თქვენ საუბრობთ სოლიდარობის ნაკლებობაზე. საუბრობთ, რომ არ არსებობს სოლიდარობის ჯგუფი, რომელიც რაღაცა იმორიგებებდა და ელემენტარულად ყველა აუცილებელი პირობით უზრუნველყოფდა მოშიმშილეებს. ამბობთ, რომ თუ ასე გავაგრძელებთ, მალე ერთმანეთსაც კი არ მოვუვლითო. რამდენიმე დღე გავიდა თქვენი აი ამ საჯარო განცხადების შემდეგ. შეიცვალა ამ თვალსაზრისით ვითარება? ხო, არა, დღეს დათო ჭელიცი გამოვიდა საჭირო დასრულების დაწესებულებიდან, ამიტომ 8-ვე უკვე ადგილზე ვართ აქციის მონაწილეები. დაიწყო უკვე ჯგუფების ფორმირება, რომლებიც მზად არიან სოლიდარობის აქციაში ჩაერთონ და სიაკეთდება. მე იმედი მაქვს, რომ სანამდე ჩვენ რაიმე პრობლემები გვექნება მართლა ერთმანეთის მოვლა არ მოვლასთან, ეს ჯგუფები უკვე ჩამოყალიბდება და აქ გაჩნდება კარვები, სადაც უკვე სოლიდარობის აქციის მონაწილეები იქნებიან და ისინი საჭიროების შემთხვევაში მოშიმშილეებს იზრუნებენ. ხომ არ იმედოვნებთ, რომ შესაძლებელია ამასთან ერთად გაიზარდოს მოშიმშილეთა რაოდენობაც? მე ახლა მიჭირს ამაზე ესე პირდაპირ მოწოდება, იმიტომ რომ ყველა ადამიანმა თვითონ უნდა გაითავისოს, ფორმით უნდა გააპროტესტოს ეს რეჟიმი. ჩვენ ამაში დარწმუნებულები ვიყავით, რომ ეს პროტესტის სწორი ფორმა იყო და პრინციპში მე-16 დღეს შიმშილობთ და ვინაიდან ჩვენ შევძელით 16 დღეს შიმშილობა, არ მგონია სხვებისთვის ეს ძალიან გაუსაძლისი პროტესტის ფორმა იყოს. ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ მოშიმშილების რაოდენობა გაიზარდოს. მე მგონია, რომ ეს არის დღეს რეჟიმის მეთოდებთან მიმართებაში ყველაზე ადეკვატური პროტესტის ფორმა, რომელიც არის გამობრძმედილი ჯერ კიდევ ეროვნულ გამათავისუფლების მოძრაობის პირობებში და ძალიან ძლავრი იარაღი იყო შიმშილობა მაშინ
როცა 1988-99 წლის აპრილში, 98 წლის ნოემბერში, 90 წლის მაისში ეროვნული მოძრაობა მასობრივი შიმშილობის აქციებს ატარებდა, იმას ჰქონდა თავისი პოლიტიკური ეფექტი და მაგან მოგვაპოვებინა 90 წლის 28 ოქტომბრის მრავალპარტიული არჩევნები. ჩვენც სიმბოლურად 28 ოქტომბერს დავიწყეთ ჩვენი შიმშილობის აქცია. მრავალპარტიული არჩევნების 35 წლის თავი იყო წელს და იმედი გვაქვს, რომ ეს მოთხოვნები ახალი სამართლიანი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება გახდება მთავარი პოლიტიკური დღესდღეობით ოპოზიციურიც და საპროტესტო ჯგუფებისაც, იმიტომ რომ თუ ეს არ დავძლიეთ, მე ძალიან მეეჭვება, რომ ქვეყნის განვითარების სივრცე დარჩეს ზოგადად, იმიტომ რომ ქვეყანაში სადაც არიან პოლიტპატიმრები და არ არის ლეგიტიმური ხელისუფლება, განვითარებაც არ არის. თუმცა ალბათ თქვენ როდესაც იწყებდით ხო მიმართეთ აი ამ პროტესტის უკიდურეს ფორმას, გქონდათ მოლოდინი რომ უფრო მეტი, არ ვიცი, მხარდაჭერა გექნებოდათ კოლეგა პოლიტიკოსების მხრიდან. ხა აი აქ მომისმენია ჩემი სტუმრებისგან, ოპოზიციონერი ლიდერებისგან, რომ ეს არ არის გამოსავალი, ასე ვთქვათ, შიმშილობა არ არის ეხა ხელისუფლებასთან სწორი დიალოგის ფორმა. კიდევ უფრო კულტურულად ვამბობ, ისინი უფრო უხეშად ამბობენ ხოლმე, რომ აი გედევან ფოფხაძე შეგვითანხმდა შიმშილობას რო იწყებდა. თამარ ჩერგოლეიშვილმა სულ ცოტა ხნის წინ ამ ეთერიდან მოგიწოდათ, რომ შეწყვიტოთ შიმშილობა, იმიტომ რომ ხელისუფლებას ეს საერთოდ არ ანაღულებს. აი ამაზე რას იტყოდით, რას უპასუხებდით კოლეგა ოპოზიციონერებს? არაფერი, მე გიგა ბოკერიასთან მქონდა ამაზე საუბარი. მე არ მგონია, რომ შეთანხმებები უნდა გაგვეფორმებინა ამის თაობაზე. ყველას მიაჩნია, რომ მას აქვს თავისი პროტესტის ფორმა, გიგამ თავისი უარყოფითი აზრი თავიდანვე მითხრა, ამიტომ არანაირი მოლოდინი, რომ ის ამას მხარს დაუჭერდა არ მქონია. უბრალოდ ჩვენ ვისაუბრეთ, მე ჩემი აზრი ვთხარი, მან თავისი აზრი მითხრა, მე ვერ ვხედავ ამაში საერთოდ რაიმე პრობლემას, რომ ასეთ ვითარებაში გაფორმდეს რაღაცა შეთანხმებები. ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ეს პროტესტის სწორი ფორმაა და მივმართეთ ამ ფორმას და ახლა ვისაც მიაჩნია, რომ სხვა ფორმაა უფრო უპრიანი, ის თავისას მიმართავს. მე არავის ფორმებს არ უწუნებ ან არ ვახალისებ. მე მგონია, რომ ყველამ უნდა გავაკეთოთ ის, ვისაც რისი ჩვენ ჩაგვირთესო წამზომიო, ამითო ამბობს ჩერგოლეიშვილი. არანაირად არ მიმაჩნიეს სწორად, მე არავისთვის არანაირ წამსვამი არ ჩამირთვი, ეს არის აბსოლუტურად ოპოზიციის მიმართ არააპელირებული აქცია, არავის ჩვენ ამეთი არ მოუწოდებთ, რომ უფრო გააქტიურდნენ და რაღაცა ისეთი გააკეთონ, რომ ჩვენ შევწყვიტოთ შიმშილობა. ეს არის გამომდინარე იმ რეალობიდან, რომელიც არის და მე არ მგონია, რომ ჩვენ ერთმანეთს უნდა ვაკრიტიკოთ მეთოდებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ყველას აქვს თავისი ფორმა და მეთოდი პროტესტის, ხო? ეხლა როცა ვთქვათ იგივე ფედერალისტებმა ჩათვალეს, რომ მათ უნდა პირველ სკოლასთან ჩაეტარებინათ აქციები და არა პარლამენტთან უფრო ახლოს, ეს ვინმე გააკრიტიკა, ეს შეიძლება კრიტიკის საგანი იყოს ყველა. იქცევა ისე, როგორც მას მიაჩნია სწორად და ეს არის მათი პროტესტის ფორმა. მაგიტო არის დემოკრატია ოპოზიციაში და დიქტატურა ხელისუფლებაში. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს ყველა ფორმის, მეთოდის, საშუალების კონსოლიდირება საერთო გამარჯვებისთვის. ამიტომ ჩვენ არავისთან მაგ თემაზე დისკუსიაში არ შევდივართ. ვიღაცა ეთანხმებოდა ამას, ვიღაცა არ ეთანხმებოდა. შესაბამისად, ვინც ჩამოყალიბდით, რომ ეს სწორი იყო, იმათმა მივიღეთ ეს გადაწყვეტილება და ვინც გაიზიარებს ამ პოზიციას, ეს არის ეროვნული მოძრაობის მეთოდის ფორმა, ეს არის სწორი მეთოდის ფორმა, ეს არის იგივე მამა დოროთემ, როცა გვაზიარა, მაშინ თქვა ეს ფრაზა და ჩემთვის ძალიან ხლობელი ფრაზაა, რომ ჩვენ ქრისტიანული გზით უპირისპირდებით ბოროტებას, იმიტომ რომ ეს არის მშვიდობიანი ბრძოლის ფორმა. მე ამ შემთხვევაში მგონია, რომ ჩვენ სწორი არჩევანი გავაკეთეთ და რაღაცა წინაპირობები და დისკუსია ამის თაობაზე ოპოზიციაში მგონია, რომ არ არის აუცილებელი, იმიტომ რომ ოპოზიციური ფლანგი ყველა იბრძვის ისე, როგორც თვითონ თulis საჭიროდ. თქვენ აპირებთ გააგრძელოთ შიმშილობა, მანამ სანამ თქვენი მოთხოვნები არ იქნება დაკმაყოფილებული?
ჩვენ ვაპირებთ გავაგრძელოთ შიმშილობა, სანამდე ჩვენ ეს ფიზიკურად შეგვიძლია და რა თქმა უნდა ვერანაირ წინაპირობას შეწყვეტისას ვერ ვხედავთ, იმიტომ რომ არაფერი არ ხდება ესეთი ქვეყანაში საიმედო, რის გამოც ეს აქცია უნდა შეწყდეს. ქვეყანაში არ უნდა იყოს პოლიტიკური პატიმრები და უნდა ჩატარდეს ახალი სამართლიანი არჩევნები. თუ ამისი წინაპირობები არ გამოჩნდა, მაშინ ჩვენ რის საფუძველზე უნდა შევწყვეტოთ შიმშილობა. მე მგონია რომ ახლა მოშიმშილეებზე უფრო მეტად, ჩვენზე უფრო მეტად საქართველოა სადარდებელი, რომელიც ამ ვითარებაში აღმოჩნდა და ვისაც როგორ შეუძლია ისე უნდა იბრძოლოს. თუ მე ჩავთვალე რომ ეს არის ჩემი ვალდებულება რომ ასე მოვიქცე და ვიყო 24 საათი პარლამენტის წინ და ვიშიმშილო, თუ ეს გადაწყვეტილება კიდე 7 ადამიანმა მიიღო და ისინი ამ პროტესტის ფორმას მიმართავენ, მე მგონია რომ ეს პოზიციაც არის პატივსაცემი პოზიცია, იმიტომ რომ ჩვენ ნამდვილად არ გვეხალისებოდა ამის გაკეთება და თუ ვიღაცას გონია რომ მას ეს ფორმა მისთვის ახლობელი არ არის, რაღაცა სოლიდარობა მაინც უნდა გამოიჩინოს იმ ადამიანების მიმართ, ვინც შიმშილობენ. უბრალოდ იმიტომ, რომ ჩვენ ყველა საპროტესტო ფორმა საბოლოო ჯამში უნდა შევკრათ ერთიანი მიზნით, რომ ქვეყანაში დამთავრდეს პოლიტიკური დევნა და ქვეყნის თვითიზოლაცია. ეს არის დღეს მთავარი პრობლემა და მთავარი პოლიტიკური დღის წესრიგი, რომლის შემოცვაც უნდა შედგეს სრული ერთიანობა. ანუ ელემენტარულ მხარდაჭერას ითხოვთ კოლეგა ოპოზიციონერებისგან და არა დავუშვათ კრიტიკას კი არა, შეფასებას, რომ ეს არ არის ახლა ამ შემთხვევაში გამართლებული ფორმა. არა, ამასაც არ ვითხოვ ემა, მე ზუსტად გეტყვით, მე არავისგან არაფერს არ ვითხოვ, ახლა ყველა დამოუკიდებლად იღებს ამა თუ იმ აქციასთან მიმართებაში პოზიციას, ახლა მე მგონია რომ რუსთაველის გამზირი უნდა გაძლიერდეს, აქაური პროტესტი უნდა გაძლიერდეს და ეს უნდა იყოს ჩვენი ამოცანა ყველას ერთობლივად, თორე ჩვენ ხარდაჭერას გრძნობთ ადამიანურსაც, მორალურსაც, ბევრი ადამიანი მოდის და ამ ხარდაჭერას ჩვენ გამოგვიხატავს, ამიტომ ჩვენ არა გვაქვს მაგაზე პრობლემა პირიქით არ გრძნობთ ამ ხარდაჭერას, მაგრამ ერთიანობა აი ამ მეთოდების მიუხედავად ამ მოთხოვნების გარშემო რა თქმა უნდა იყოს ის რომ ქვეყანაში უნდა ჩატარდეს ახალი სამართლიანი არჩევნები და არ უნდა იყოს პოლიტიკური პატიმრები, მე მგონი ეს არ არის დისკუსიის და დავის საგანი. ამიტომ ჩვენ გონია რომ უნდა მივაღწიოთ ერთიანობა ამ მოთხოვნით. ერთიანობა არის აუცილებელი, შეიძლება გქონდეს განსხვავებული ხედვები რაღაც საკითხებთან დაკავშირებით, მაგრამ რაც არის ძირითადი ეს ჩვენ გვაერთიანებს და ამაზე ჩვენ უნდა ყველა ერთად დავდგეთ. უნდა მივაღწიოთ იმას, რომ ჩატარდეს ახალი სამართლიანი არჩევნები და არ იყოს პოლიტიკური პატიმრები ქვეყანაში. მადლობა, მხნეობას გისურვებთ, ჯანმრთელობას პირველ რიგში. მადლობა გედევან ფოფხაძეს, კოალიციას ცვლილებებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, გვერდთვებოდა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან. თქვენ მადლობა, ბატონო გედი, რომელიც უკვე მე-16 დღეა შიმშილობს. სულ ეს იყო ამ დროისთვის გადაცემა 360 გრადუსი ეთერში დაგიბრუნდებათ პარასკევს. მე ხვალაც თქვენთან ერთად ვიქნები ეთერში 13 საათზე გადაცემა საქმით და საღამოს ასევე პოლიტიკური თოქ-შოუს შემოგიერთებით.